ცოტას წარმოგადგენთ ჩემს თავს. მე მქვია ვალენტინა ბარბაკაძე. აქ ცოტა რაღაცები და დავწერეთ რაღაცები, მაგრამ უმაღლესი განათლება მაქვს. ორი უმაღლესი მაქვს დამთავრებული, მაგრამ თავის დროზე კი იყო საჭირო ეს ყველაფერი. და ჩემი ოცნება იყო, უკვე ბევრჯერ მომიყოლია, რომ ჩემი ოცნება იყო ბავშვების, რომ ყოფილი ვიყავი სკოლის დირექტორი, მასწავლებელი. თავიდან ახლა არ ვიცოდი რატომ მქონდა ეგ სურვილი ნამდვილად, ახლა ეხა დღეს ვიცი უკვე ჩემი მატრიცაც რომ აქ შესწავლილი და გზაც გავლილი საკმაოდ დიდი, უკვე ვიცი რატომაც იყო ეგეთი სურვილი და აი ყველაზე დიდი ჩემი ოცნება კი ამიხდა და გავხდი საქართველოში თან, ჩემი მოღვაწეობა სულ არის საქართველოში რა. ყველანაირი ჩემი ოცნება სრულდება სხვათა შორის საქართველოში და ესეც ბავშვების ოცნება ნამდვილად ამიხდა საქართველოში. და გავხდი აქ საკმაოდ ძლიერი დირექტორი ვიყავი. საკმაოდ აი წარმატებული და ძალიან მიყვარდა ის საქმე, რომელიც ვიყავი დაკავებული და ეხლა დღეს კი ვიცი უკვე რომ მეხუთე ენერგია მაქვს მატრიცაში და რესურსზე და ეს რა თქმა უნდა მასწავლებლის ენერგია და ადამიანის ენერგია, რომელსაც შეუძლია ბევრჯერ ერთი და იგივეს გამეორება, რაც შემიძლია. და ეხლაც ვარ მასწავლებელი, იმიტომ რომ უკვე იცით სულ ყველა რომ ეს აკადემია შევქმენი, ხოლო ეხლა უკვე ტარო აკადემია. საკმაოდ ბევრი მაქვს გამოვლილი კურსები, ერთი 7 წლის განმავლობაში სულ მცირე დავდიოდი სემინარებზე სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ვისწავლე ბიზნეს ურთიერთობები, სადაც ვისწავლე როგორ უნდა შედგეს მოლაპარაკებები, ოჯახური ურთიერთობები და ასე შემდეგ. და ამიტომ ეს ყველაფერი მე გამომადგა უკვე, როცა მე დავიწყე ჩემი უკვე მე ასე ვთვლი, რომ რაღაც ჩემი ცხოვრება ისე გაიყო, ნახევარი ცხოვრება ვიყავი მასწავლებელი, როგორც მასწავლებელი, მეორე ნახევარი ცხოვრება მასწავლებელი, ხოლოდ უკვე ეზოტერიკის მასწავლებელი. და პრინციპში მე უკვე რაც როგორც პროფესიონალურად მუშაობ უკვე 8 წელიწადი, თვითონაც რო დავაკვირდე, მეთქი რა უცბად გავიდა დრო და 8 წელიწადი უკვე ვემსახურები ეზოტერიკას, რაც ძალიან მომწონს და რა, იმიტომ რომ ეს კარგია, როცა შენ ნახავ შენი პოვი შენ პირად დანიშნულებას და პლუს კიდე ხედავ იმ შედეგებს, ანუ რას ნიშნავს, რომ მიდიხარ შენს გზაზე და მე ვისწავლე ტარო გამიმართლა ცხოვრებაში, ძალიან საკმაოდ ძლიერ სკოლაში და ბევრჯერ მაქვს მოყოლილი. ეხლა ამით თქვენ არ დაგხლით, ვიცი რომ უკვე იცით თქვენ. და იმის მერე დავამთავრე, აქ ჩემი სერტიფიკატები აგერ არის, დავამთავრე ბედის მატრიცის კურსები, ახლა მე მგონი აი ასეთ გავაკეთე ჯობია. ხო, და ყველას გხედავთ მე. ანუ მაქვს ბევრი სხვადასხვა სერტიფიკატები, აქ რაც დაეტია ის დავდეთ ჩვენ. საკმაოდ უამრავი კონსულტაციები მაქვს ჩატარებული. 1000-ზე მეტიც მე მგონი უკვე ჩატარებული და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჯერ მუშაობდი, იცით თქვენ კარგად რუსულ ენოვანებთან და ეხლა უფრო მუშაობ ქართულ ენოვანებთან. და საკმაოდ წარმატებულად შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან კმაყოფილი ვარ იმ საქმით, რითიც ვარ დაკავებული და ამიტომ მე თვითონ ვითარდები სულ. ეს ახლა რაღაცა აქ სერტიფიკატების პატარა რაოდენობა არის და ახლა ბევრიც ახლა მოყოლა იმდენად ჩემზე რა გითხრათ. ახლა ტრენინგები რომ აქ იცით, თქვენ გეთ კურსზე შედიხართ, ნახულობთ და ნამდვილად შემიძლია თქვა, რომ ბევრი წყვილი შევარიგე, ბევრი წყვილი შევქმენი, ბევრი წყვილი გადავარჩინე. ბევრი ბიზნესის გადამირჩენია და ასე შემდეგ. და ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, აი ამ ცოდნით, რომელიც მაქვს შეძენილი ამდენი წლის განმავლობაში. მაგრამ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ უკვე
საინტერესო ძალიან საინტერესო თემაზე. აა საერთოდ აი ეხლა ერთ რამეს გაგაფრთხილებ, ნუ თქვენ პრინციპში უკვე მე ვიცი რომ აქ ყველა მიცნობთ. იცით რომ მე მიყვარს მუშაობა ნაკადში და დღესაც არ იქნება ეს ნამდვილად გამორიცხული. ნაკადში ვმუშაობ, ამიტომ სლაიდები მაქვს ეგრევე გაფრთხილებთ ყველა თემაზე მომზადებული, მაგრამ შეიძლება გადავხდები იქით აქეთ და ამიტომ უბრალოდ ეს სლაიდები თქვენთვის არის რომ თქვათ თუ რამეს ვერ გაიგებთ და მაგრამ თქვენ უკვე მიიჩვიეთ ჩემს საუბარს, გაიგებთ ყველაფერს და თუ არა და წაიკითხავთ. ეგეც არაფერი პრობლემა არ არის. ანუ დღეს ჩვენ რა თქმა უნდა ვილაპარაკებთ ტაროზე და მე ძალიან საინტერესო დღეს რაღაც ინფორმაცია მოვიძიე თქვენთვის და თვითონაც გამიხარდა რომ ქართველი ერიც არის ცოტათი მაინც პატარა პროცენტით დაკავებული ასე ვთქვათ, თუ როგორ თქვა, სწორედ ამ თემაზე რა. ნუ ეხლა ვეკეთებთ. რა თქმა უნდა, დღეს მე თქვენ მოგიყვებით 22 არკანზე, უმაღლეს არკანებზე. ჩვენ ცოტას მოგიყვებით თქვენ აი მითებზე და ყველაფერზე რაც არის და ძალიან ეს მნიშვნელოვანი საკითხები რაც არის, აი ტარო და ეკლესია, ტარო და მაგია და ეგეთი რაღაცები, რაც იცით თქვენ რომ ახლა მე ეს თემები არ მიყვარს და დღეს მიხვდებით რატომაც არ მიყვარს და მეორე დღე ჩვენ გვექნება კიდე სადაც უკვე ჩვენ გავეცნობით, ანუ დაბალ არკანებზეც მოგიყვებით. მოგიყვებით რა სხვაობა აქვს ტაროლოგიის და მკითხავის შორის და რა თქმა უნდა, იცით თქვენ რომ ჩვენ გვაქვს კიდე მეორე კურსი მანარას და მე მინდა უბრალოდ თქვენ განახოთ სხვაობა ამ ორი დასის შორის რა სხვაობა არის, ნუ ვინც უკვე სწავლობს ჩემთან ძალიან კარგად იციან ეგენი რა სხვაობაც არის. და აქეთ დავიწყოთ ჩვენ თავიდან, აი ეს საინტერესო თემა, რაც ეხება მითებს და უფრო კიდე აი ესეთი წერილი არ ვიცი, ვინც ჩემს სტორებს უყურებდა, კიდევაც დავდე იქ, ერთმა გოგომ მომწერა, ეს იყო მოწერილი YouTube-ზე, რომ ვიღაც რაღაცა წაიკითხა და რომ არ იქა და რაღაცა სულები მოდიან და რომელი რაღაცა ჯადოები და ნუ წაიკითხავთ თქვენ თვითონ აქ სპეციალურად თქვენთვის გავამზადე, შეგიძლიათ ეს სისულელი წაიკითხოთ. გოგომ კი გოგოს არა მაქვს ნამდვილად შეურაცხყოფა რომ გოგომ დაწერა სისულელი უბრალოდ. საერთოდ საიდან მოდის შიში? შიში მოდის იქიდან, აი როცა ჩვენ არ ვიცით და ნამდვილად რა არის, იცით, აი საერთოდ დღეს რასაც გეტყვით ახლა იმ ინფორმაციას რომელიც რო ვთქვი რომ ქართველებსაც ეხება, აი ამას ნიშნავს რომ საუკუნე იცხოვր და საუკუნე ისწავლე. იმიტომ რომ ინფორმაცია სულ მოდის, მაგრამ როცა შენ რამე არ იცი, მე გაგშიშებ. იგივე არის ტაროს ხო საერთოდ და მიდუმეტეს საქართველოში ძალიან არის გავრცელებული ეგ სიტუაცია, რატომ აშენებენ ტაროტი, მე მაინც ვერ ხვდები, რატომ არის აი ესეთი იმენა მაგიური მიდგომა, კი, მისტიური არის ტარო, მაგრამ მაგიური, ესე იგი, როცა ადამიანი არ იცის სხვაობა, რას ნიშნავს მისტიკა და რას ნიშნავს მაგია, რა თქმა უნდა, მაგას ექნება შიში, რა თქმა უნდა, მაგას ექნება რაღაცა ეგეთი მიდგომა, რაღაც უკუღმართული რა. და ამიტომ აი სადაც აქ მიწერია რომ ესე იგი გაშლის დროს ნუ არ შეიძლება რომ საკუთარ თავს დაპროგრამირება არ ხდება, როცა აი ტაროსთან ურთიერთობის გამო დაისჯები და ბედი вообще საერთოდ დაგიკეთება, იცით რა არის? მეს მქონდა ეგეთი შიშები. აბსოლუტურად ყველა ეს შიშები მქონდა, მაგრამ ესაც ზუსტად იმიტომ მქონდა, რომ არ ვიცოდი რას ნიშნავს ეს ყველაფერი და დღეს აი ზუსტად მინდა რომ თქვენ აგიხსნათ, რატო არ არის საჭირო რომ შეგიშენდეთ ტაროზე. ტარო არ არის ისეთი ინსტრუმენტი საერთოდ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება, თქვათ, მაგიურ მხარეს. ეხლა მე მგონი გადავახტებით ცოტა, მაგრამ ეხლა მაგრამ კარგით, როგორც მიდის, ისე მიდის რა. სლაიდები როგორც არის, მე წაიკითხავ. ეხლა ნახეთ.
მე მინდა დღეს შევეხო როგორ, ანუ მთლიანად რა თქმა უნდა, ახლა ისტორია რო დაგიწყოთ, რომ მთლიანი ტარო როგორ წამოვიდა და როგორ დღემდე რანაირად არის, ახლა ნუ ეს ძალიან დაგჭირდება ჩვენ ახლა აქ 1-2 დღე კიდე. მე მოკლედ მოგიყვებით თქვენ, უბრალოდ ინფორმაციას მოგაწოდებთ. იმიტომ რომ ჩვენ მუშაობთ ახლა რა თქმა უნდა ჩემს სკოლაში ჩვენ ვსწავლობთ ტაროს უეიტზე, არტურ უეიტის შექმნილ დასტაზე. მაგრამ აი ჯერ სანამდე ამას დავიწყებ, კიდე მოგიყვებით საინტერესო ისტორიას, როგორც მიდის ისე და გადავალ მე ნელ-ნელა იმ თემაზეც, რაც ეხება მაგიას და ეკლესიას ერთად რა. საერთოდ ტარო საიდან შეიქმნა, არსებობს რამდენიმე ვერსია. ადრე იყო ძალიან ისეთი ყველა, სხვათა შორის ეს რასაც გეტყვით ახლა შეიძლება ზოგისთვის ახალი ინფორმაცია იყოს, ზოგი შეიძლება იცოდეს. რომ ტაროს ამბობდნენ, რომ არის შექმნილი უშუალოდ ეგვიპტეში და რატო არის ეს ვერსია, იმიტომ იყო, რომ ერთ-ერთ მე ხა სახელების და გვარებით ხა ნუ დამაწყებინებთ, უბრალოდ იყო ეგეთი მეცნიერი, რომელმაც ნახა ერთ-ერთ სალოცავში ეგვიპტეში 22 ოთახი. იმ 22 ოთახში იყო აი ესეთი თაბულებებით რაღაცა ნახატებივით იყო ეს 22 არკანი. თითო ოთახში იყო თითო არკანი. ეს იყო სადღაც დაახლოებით მე-17-18 საუკუნის ამბავია და იქიდან მე კიდე იქ ბევრი რაღაცა მოვლენები იყო, ამაზე მთელი ბუმი გახდა და ანუ უფრო გაიგეს ტაროზე და ამიტომ იქიდან წამოვიდა. სინამდვილეში ახლა ახალი ვერსია კიდე არის, რომ და ნუ რამდენიმე ხა უკვე უფრო ამას უყურებენ, რომ საიდან წამოვიდა ტარო. ტაროს ამოვიდა აღმოსავლეთიდან და ეხლა გეტყვით საინტერესო ინფორმაცია. თქვენ ახლა ისტორია ჩემზე კარგად იცით, ახლა ქართული ისტორია, მე ახლა მაგდენზე ვერ ვითრაბახებ, რო ვიცი, მაგრამ ეს იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო მომენტი, რომ ანუ ეხლა უფრო არის ესეთი ვერსია, რომ ტარო მოვიდა ჩვენთან, როგორც გითხარით, აღმოსავლეთიდან, უფრო შეიძლება იაპონეთიდან, შეიძლება ან კორეა, ან ჩინეთიდან. მაგრამ ну იქ შეიქმნა, იქ იყო რაღაცა ესეთი ტაბულებით, როგორ თქვა, რომ აი ნახატები იყო იმაზე თქვათ თიხაზე რა და იყო როგორც სათამაშო კარტი. მერე, ეხლა ნახეთ როგორი იყო. არსებობდნენ ასეთი მეომრები, თქვენ ახლა გეცოდინებათ საქართველოს ქართული ისტორიიდან, მამლუკების იყო ჯარი. ეს უნდა იცოდეთ თქვენ უფრო. ანუ ეს მამლუკების ჯარი იყო ეგვიპტეში. ანუ ესენი მაგათი მონაწილეობით ეს მეომრები იყვნენ მონები, რომელიც იყო უფრო აი თურქული და კავკასიური ან კავკასიელები ამ თურქები, უფრო თურქეთში რა. ანუ ის იცით თქვენ რომ ახალგაზრდა ბიჭებს რო იპარავდნენ საქართველოსდან, მიყავდათ იქ მუსულმანურ მერე რწმენას აძლევდნენ და მერე ეგენი იყვნენ როგორც მეომრები, ისე ზრდიდნენ მაგათ. და ამ დროს, ну, უკვე თან ახლა ეგენი იყვნენ ისე რა ქვია, ну, ხო, ისლამში შედიოდნენ ეს ბიჭები და სხვათა შორის ესეც იპოვეს თურქეთში, რომ დიდი ყოფილა თურქეთში საობშეство როგორ არის, ანუ როგორ არის ქართულად ეს საობშეство და მავიწყდა ახლა ეგ სიტყვა, ანუ ქართველების იყო დიასპორა რა. ეს ქართული დიასპორა იყო, იქ დღემდეც არის, რომელმაც იყო იქიდან კიდე ამ მამლუკებიდან და მაგრამ ამათმა ტრადიციებით შეინახეს და შეინახეს ენა და ყველაფერი. მაგრამ ეხლა ნახეთ, ეგენი იქ მსახურობდნენ, ეგენი გადადიოდნენ თურმე, ну ომი ხო იყო და მაგრამ ხო სულ ხო არ ომობდნენ, თამაშობდნენ ზოგჯერ, როცა ისვენებდნენ და თურმე ეგენი თამაშობდნენ ზუსტად აი ამ, ну, რასაც ახლა დავარქვათ ტარო, ხო? იმიტომ რომ მაგათ ჰქონდათ კარტები, ამ კარტებით ეგენი თამაშობდნენ. და მერე უკვე როცა დროთა განმავლობაში ეს მაგათ ხო და მაგათ ჰქონდათ 56 თურმე ეს სათამაშო კარტი, პლუს 2 მაღალი არკანი.
და ამ კარტებზე არ იყო ასახული არანაირი ადამიანების ფიგურები, მარტო იყო აი დასები, ხმალები, გვერთხები და პენტაკლები, რაც ჩვენ ახლა დღეს ვიცით, ხო? ეს 56 არკანი, ეს უკვე ვინც სწავლობს და ვინც ნუ ისედაც შეიძლება იცოდეთ თქვენ და. მაგრამ აი ეს სუმუდმივი ხო იყო ომები, ეგენი ხო გადაადგილდებოდნენ, რა თქმა უნდა, ომის დროს, რა თქმა უნდა, თან და კონდათ აი ეს ასე წოდებული კარტი. და აი ასეთი გზით პრინციპში იძახიან რომ მოხდნენ ეს კარტები ევროპაში. ამიტომ თქვი რომ აი ეს იყო ჩვენთვის დღეს საოცარი, ანუ ქართველებსაც აქვს რაღაც ეგეთი წვლილი ამ საქმეში რა, რომ ამ გავრცელებაში. მე მოხდა უფრო ევროპაში, უფრო იტალიაში მოხდა ეს ყველაფერი. უკვე პირველი დასტები და ყველაფერი იქ დაიხატათ აქ ჩვენთან არის მე მგონი ჯერ კითხვები სულ ყველა იქნება ბოლოსში. ჯერ აქ მე ვესაუბრე ბოლოს ნებისმიერი კითხვები შეგიძლიათ დამისვათ, კი. უბრალოდ არ დაგავიწყდეთ. და ანუ ევროპიდან დაიწყო ტაროს უკვე გზა. ეხლა ეს პრინციპში ეხლა მე უბრალოდ მოგიყვებით ეს მინდოდა რა ვიცი თუ ვინმე იცოდეთ ეს ინფორმაცია შეგიძლიათ დაწეროთ რომ აი თქვენც იცოდეთ მე მაგალითად არ ვიცოდი ეს ინფორმაცია დღეს გავიგე და ძალიან მეთქი გავახარებ იმიტომ რომ აი მე ძალიან გამეხარდა რომ აი ეს ესეთი გზა ქონია ნუ შემიძლია გითხრათ რომ რაც ამას რო დაუბრუნდეთ ამ თემას ნუ მე შეიქმნა იყო მარცხენსკაია ტარო, ანუ ფრანგული არის სკოლა, არის ინგლისური სკოლა. ინგლისური სკოლის წარმომადგენელი არის არტურ რაინ, ой, ღმერთო ჩემო. არტურ უეით. ჭადეს სახელი რო დაგავიწყდება. არ მინდა რომ ხა ბევრი რომ მოგიყვოთ ახლა თქვენ ლიანათ ეს ისტორია, ხო? იმიტომ რომ ნუ ძალიან ბევრი აჰა, რა საინტერესო ამბავია, აჰა. ეს არ ვიცოდი. აი ხო ხედავთ, მეც ძალიან ხო კი რა, აი მეც არ ვიცოდე და აა მიკროფონი მეთქი ქეჭი რაღაცას წერს, მიკროფონი გამართეთ, გამართულია. ხო, ანუ ჩვენ ახლა ამაზე დიდ აქცენტს არ გავაკეთებთ, უბრალოდ ახლა თვითონ ისტორია ახლა ბევრი და ბევრი ახლა მომენტები კიდე არის საინტერესო და შეგიძლიათ ახლა თუ ძალიან და გაინტერესდებათ, მე კიდე წაიკითხოთ რა. так. კი, ჩვენ გვაქვს ჩვენი ქართველები ყველგან არიან, ხო იცით აბსოლუტურად, უბრალოდ ვერ დავენახეს. კი, ქართველები არის სულ ყველგან აბსოლუტურად და ანუ ესე იგი აი აქ დაუბრუნდები ნახეთ. საერთოდ აი უეიტი იყო ძალიან როგორი ადამიანი, იცით? მაგი გაიზარდა ისეთ ოჯახში ძალიან ანუ კათოლიკების ოჯახში იყო, ძალიან იყო რელიგიოზური, თქვა, დედამისი იყო ძალიან ისეთი რელიგიის მიყვებოდა, მაგრამ თან ძალიან ღრმად იყო საერთოდ ეკლესიური დედამისი. თვითონაც სხვათა შორის იყო ძალიან ну, როგორც ახლა დედა რო იყო თავისთავად, ესეც დაყავდეთ ეკლესიაში, მე მაგას ერთ გარდაეცვალა და ეს ძალიან იყო მაგისტვის, ანუ დიდი დარტყმა და აი ეს დარტყმა რო იყო, მე მაგან ახლა აი თითქოს ვერ იპოვა ეს დამშვიდება ეკლესიურად და რაღაცას ეძებდა სხვას ეს ადამიანი და რა თქმა უნდა მე მიატოვა, ну, რა თქმა, აი ტრადიციულად მიატოვა მაგან ეკლესია და უკვე დაიწყო ძიება აი კითხვებზე ძალიან ბევრი კითხვები ქონდა და ნუ ბავშვში რატომ გარდაიცვალა, რატომ მოხდა ასე, რატო ესე და ანუ ეკლესიამ ვერ უპასუხა მაგას მაგ დროს, მაგ პერიოდში და მაგის კითხვებზე და მაგან დაიწყო სხვაგვარი ძიება საერთოდ ინფორმაციის, ანუ როგორ არის ეს სამყარო შექმნილი, რა ხდება და ნუ ასე შემდეგ და ამიტომ გადავიდა უკვე სხვა გზა, ну, გადაუხვია, ასე ვთქვათ, ეკლესიურ გზას. მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ მთელი ცხოვრება, ანუ ეხლა კიდევ სპეციალურად იმიტომაც დავამზადეთ თქვენთვის არკანები რომ განახოთ, რომ მაინც უეიტი იყო
უფრო ეკლესიურ даже ნახეთ აი მაგისი არკანებს რო შეხედავთ ხო სადღაც უფრო ეკლესიური მომენტები მაინც ყოველთვის აქვს ანგელოზები კიდე განახებთ ახლა დაბალ არკანებზე და ანუ ეს როგორი მომენტი არის იცით საერთოდ როცა შეიქმნა ახლა ზელატაია აი ქართულად ახლა ვერ გეწოთ ამას მაგრამ თვითონ მაგას უძახდა საიდუმლო ტრადიცია რა ესეთი ორგანიზაცია იყო და თავიდან სხვათა შორის ეს ორგანიზაცია რო შეიქმნა აა ძალიან გრძელი ისტორია, იცით ამის, ძალიან გრძელი ისტორია, ძალიან საინტერესო ისტორია არის საერთოდ ახლა ამ გზის, მაგრამ მე ცოტა შევეცდები რომ ნუ არ დაგღალოთ, მოკლედ მოგიყვებით. ანუ იყო როგორ შეიქმნა, ესე იგი ეს იყო მასონების ორგანიზაცია, სადაც იყვნენ ძალიან განათლებული ადამიანები, აი საკმაოდ და მაგათ ის იყო ეს ზუსტად ეს გასაიდუმლებული ორგანიზაცია. ტაროს საერთოდ როცა გაშიფრვა დაიწყო, მაგაში მონაწილეობდა ძალიან ანუ იქ ქალებიც სხვათა შორის იყვნენ, მაგრამ ყველას არ უშვებდნენ და მარტო ელიტა ფლობდა უფრო ამ მაღალ არკანებს. მეც რო გითხარით, აი ახლა ამ მეომრებსაც მაგათ უფრო დაბალი არკანები ჰქონდათ და ალბათ ეს ორი კარტი ალბათ რაღაცა ჯოკერის პონჩი ჰქონდათ რა. და აი მაღალი არკანების გაშიფრა უკვე დაიწყეს აი ამ ორგანიზაციამ და უფრო მასონების ორგანიზაცია იყო. მაგრამ ნახეთ ახლა როგორი მომენტი მოხდა. როცა მაგ ორგანიზაციაში იყო კიდე ეს ინგლისელებზე მე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ აი ფრანგულზე არ ვლაპარაკობ, ეს ცოტა სხვა მიმართულება არის. და აქ მოხდა გაყოფა. გაყოფა კროულის და უეიტის შორის მოხდა. იმიტომ რომ კროული უფრო აი ზუსტად ეს მომენტი მე რო თქვენ მაგიაზე რო დავიწყე, ხო, პასუხი ზუსტად ეხლა იქ ჩვენ დავბრუნდები და აი ეს არის ზუსტად ეს მომენტი, რომ უფრო იყო უეიტი მისტიკი ანუ რას ნიშნავს მისტიკა, როცა ადამიანი ზუსტად მუშაობს აი სულიერ განვითარებას. აი ეს არის მაგაზე რო თქვა სხვაობა რა. ეს უფრო მისტიკა არის ეს გზა, როცა შენ მიდიხარ შენ შენი თავის თქვა პოვნა გინდა თვით შემეცნებისკენ მიდიხარ როცა შენ რაღაცა ის შენ შინაგანთან მუშაობ რა და მაგია არის საერთოდ აი ეს რიტუალები და ეს რაღაცები თქვათ ის რო არის რაღაცა პრაქტიკები რომელიც ზეგავლენას ახდენენ ხალხს და კროულის ჰქონდა ზუსტად კროული იყო სატანისტი ანუ იცით თქვენ ეს მიმართულება ხო რო არის ახლა ანუ რო გაიყო იმიტომ რომ უეიტი იყო საერთოდ სულ სხვანაირი ადამიანი და კროული იყო აი ზუსტად ეს ადამიანი რომელიც საერთოდ მაგი даже გაგდებული იყო მე ამ ორგანიზაციიდან იმიტომ რომ ეს ადამიანი აკეთებდა ნუ რა ვიცი ანუ მე ადგა მაგან შეცვალა საერთოდ მთლიანად ეხლა მნიშვნელობები ნახატებით შეცვალა ამ დროს როგორც ნახეთ უაღრესად განათლებული იყო ეს კროულიც მაგას ჰქონდა დამთავრებული კემბრიჯი საკმაოდ ეხლა ესეთი ძლიერი უნივერსიტეტი იყო კარგი პოეტი იყო მხატვარიც იყო ანუ ეს მწერალიც მაგრამ აკეთებდა ყველაფერს აი აბსოლუტურად მაგან შეცვალა მაღალი არკანები მაგან ნუ სულ დანიშნულა და ამიტომ სულ სხვანაირი მიდგომა და საერთოდ ანუ ეს მისტიკა მაგიდან ანუ უეიტიდან კი არა უეიტში ეს არის საერთოდ არ ეხება არანაირად უეიტი ამ შავ მაგიას და ამ შავ რაღაცებს ამ შავ მაგიაზე და ანუ იმის კროულისთვის იყო ძალიან როგორ მაგან პირველმა გამოიყენა ტარო მოდით ასე ვთქვათ როგორც ანუ ინსტრუმენტი შავი მაგიის ინსტრუმენტი და ეს ყველანაირად ახლა გამოიყენა როგორც ანუ რიტუალებისთვის და რაღაცის და იქიდან წამოვიდა. იმიტომ ახლა არის როცა და მე მაგანდаже შექმნა თავისი დასტა, ის არის ძალიან განსხვავებული არის უეიტთან და უეიტთან ახლა უეიტმა პირველმა და თავისი დასტა შექმნა, ეს ამაზე გაბრაზებული მთელი ომი არის და დღემდე არის ეს ომი და იმიტომ სხვათა შორის არიან ნახეთ ზოგი ტაროლოგები ვინც ფლობს და
დავუშვათ კროულს და ვინს ფლობს weights, აი მაგათ მე შემიმჩნევია, რომ ეგენი არიან მაგათ აქვთ ეს გადახრები მაგიისკენ. იმიტომ რომ ეხლა უკვე როცა ვიცი სხვაობა, ხო? მე როცა ვხედავ როგორ ადამიანი იყენებს ანუ ტაროს რომ weights და ტაუროს კროულის. და ამიტომ ხა კროულის ტაროში არის ძალიან აი ნუ მართლა სულ მაგიები და სულ რაღაცა ისინი ძალიან ეს შავი ბნელი და თეთრი ეს მხარეები და მე ადამიანები ვინც უსმენს და ვინც ვერ ხვდება და ვინც არ იცის რა სხვაობა არის იმას გონია რომ ტარო მთლიანად არა აქვს მნიშვნელობა აი weights არის კროულის პეტრეს პავლეს ხო არის ყველაფერი შავი მაგია გაიგეთ აი ეხლა მე ნუ მაქსიმალურად შევეცადებ თქვენთვის მომეყოლებია ანუ ეს მომენტი რომ როგორ ამხელა სხვაობა არის თორე საერთოდ ეხლა როცა შენ ტაროს იმენა იყენებ იმისთვის რომ შენ ის შეისწავლო შენი თავი როცა შენ განვითარებისთვის ეხლა მაგალითად მედიტაციებს ჩვენ ეხლა ჩვენთან ვინ სწავლობს გოგოები ხო ეხლა ვიცით ჩვენ რომ ჩვენ ვაკეთებთ მედიტაციებს ჩვენ ეხლა даже ეხლა თქვენს მიიღებთ დღეს საჩუქრად ორ მედიტაციას მე მოგიყვებით როგორ უნდა გააკეთოთ აი ზუსტად ეს პრაქტიკა როცა შენ შეგიძლია შეხვიდე არკანში და მიიღო იქიდან პასუხი და მიიღო ეს ენერგიები რა და ეს არანაირი მაგია არ არის ეს არანაირი ის რაღაცა სასწაულები არ არის ამიტომ ტარო არის უფრო იმისთვის ეს არის სულის გზა რომელიც გვაჩვენებს ჩვენ აი ზუსტად როგორ რანაირად ვითარდებოდა ეს არის უაღრესად სასწაული ინსტრუმენტი თუ მაგას სწორედ და ნუ ფლობ ეხლა ნახეთ აი ავიღო ტაროს ახლა weights ხო ეხლა მე არა მაქვს კროული და არც ჩავთვალე საჭიროდ რომ თქვენ ახლა აქ რამე სლაიდები და განსხვავება განახოთ იმიტომ რომ მე არაფერი არ მაქვს საერთოდ საქმე მისტიკა არ არის ესე რა ქვია მაგიასთან თუ თქვენ და გაინტერესებს კი შეგიძლიათ ნახოთ ვიკიპედიაში და ნახავთ და წაიკითხავთ თუნდაც კროულზე. მე უბრალოდ გაგიხსენით თქვენ შევეცადე მაქსიმალურად რომ ამიხსნას საიდან არის აი ეს მომენტი როცა ზოგს გონია რომ აი მართლა ყველაფერი არის იმენა მაგია რა ამ დროს ეგრე არ არის ჩემო ლამაზებო. ეგრე არ არის. აი ხა დააკვირდით თქვენ თუნდაც ეხლა ტაროს ხო? შეხედეთ ანგელოზე რა? ანგელოზე ეს მე-14 ხო ზომიერება. აგერ არის კიდე ანგელოზე. აქ ეკლესია. ხო არის? აქ ვიღაცას ჩაერთო ხმა. არ ჩართოთ გთხოვთ რა მე ახლა აქ ვერ ვხედავ რომ გამოვრთო. так, ხო, და ეხლა აი ნახეთ დაბალ არკანებზეც კი არის ეგრე რა. ანუ როგორც აი აქ მიწერია, ყველაფერი არის დამოკიდებული ადამიანზე. გააჩნია ვინ როგორ კითხულობს და რისთვის იყენებს ტაროს. და აი შეხედეთ მესამე არკანი, ხო? არის აი აქ არის მოწაფე არის ალბათ, ან ხელოსანი არის ოსტატი, აკეთებს ეკლესიაში არის, აკეთებს ეკლესიაში რაღაცას, ვთქვათ, ნუ სამუშაოს ატარებს და აქ მოვიდნენ ახლა ალბათ მამაო ან ვიღაც წარმომადგენელი და რომელიც ახლა მაგისგან იღებს იმ ვთქვათ, ნუ დავალებას, რაც დაავალა, ვთქვათ, რემონტი ან რაღაცას აკეთებს, ხო? მეხუთე არკანი აგერ პენტაკლების დააკვირდეთ, ეს ორი საცოდავი მიდიან და ეს არის იმისი რა ეკლესიის ფანჯარა უბრალოდ ვერ ხედავენ ეგენი ხო და კიდე მეოთხე არკანიც მინდოდა მეჩვენებია ახლა აღარ დავდე უკვე ან ხმალების ხო აქაც ადამიანი ისვენებს წევს და აქაც ნახეთ არის ხატი ანუ ეს ამიტომ არის რომ როცა შენ ამბობ სიტყვას ტარო ხო უნდა იცოდე ეს სხვაობა უნდა იცოდე ეს სხვაობა რომ შენ ახლა აი ეს ნიუანსები ხო ძალიან მნიშვნელოვანია და გეუბნებით ჩვენ ვარ დაკავებული მისტიკური ტაროთი და ზოგი არის დაკავებული მაგიური ტაროთი და როცა თქვენ ახლა გინდათ რომ ისწავლოთ ხო ჯერ უნდა გკითხო ადამიანს რომ შენ ახლა რომელი რითი ხარ დაკავებული რომელ ტაროს მასწავლე ხო აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი
და ამიტომ არის აგერ ზუსტად რას ნიშნავს ესე იგი ეს ტარო ეს არის ძალიან ანუ კი წინასწარმეტყველი არის სისტემა და რომელიც გვეუბნება კი უფრო ეხლა ნახეთ საერთოდ ტარო არ იყო შექმნილი იმისთვის რომ იწინასწარმეტყველოს არა ტარო იყო შექმნილი უბრალოდ თვით შემეცნებისთვის რა იმიტომ რომ იქ ახლა ის გლიფები ეს ყველაფერი ანუ სულ სხვა რამისთვის იყო ეს მერე და მერე ეს იყო ესეთი ეტეილა ერქვა მაგას ვინც დაიწყო პირველმა თქვათ გამოყენება ტაროს ზუსტად როგორც აი წინასწარმეტყველები რა ну აი როგორც ახლა თქვათ პირველი მკითხავი ასე რომ თქვათ იყო ეგ და მაგან ზუსტად გამოიყენა მაშინ ტარო აი ამ ну ამდაგვარად რა თორე საერთოდ ეს იყო სულ სხვა რამისთვის შექმნილი ეს ტარო აბა თუ იცოდეთ თქვენ ახლა რაც მე თქვენ გითხარით აქედან რამე ახალი თუ გაიგეთ მითხარეთ რა გაითიშა მიკროფონი. აბა თუ ეს ინფორმაცია, რომელიც ახლა მოგაწოდეთ, თქვენთვის იყო დაუშვათ იცოდეთ ან საინტერესო არის თუ არა, რასაც ახლა ჩვენ აქ ვთქვით. მომწერეთ, აბა. საერთოდ კროული იყო შავი მაგი. ხო, მადლობა, საინტერესო იყო ნამდვილად. მე არ ვიცოდი, ძალიან საინტერესოა. მე არ მქონდა ეს ინფორმაცია. ანუ ესე იგი საერთოდ კროული კიდე დავამატებ იმას, რომ იყო შავი მაგი, აი აქ მიწერია და დამავიცა ეგაც რომ მეთქვა. ანუ რა თქმა უნდა, ანუ იცით როგორი ადამიანი იყო. აი ხო უნიჭერესი იყო, მაგრამ აი ხო გეუბნეთ სატანისტი ხა ისედაც გასაგებია რაც არის, პლუს კიდე ანუ ეს მაგას დაჟე აი არკანი არის ძალას არკანი არის საერთოდ ისეთი აი არ დაგეზარო და ნახეთ. ანუ მაგის დაჟე მნიშვნელობა იმდენად სულ სხვანაირი, ანუ თუ უეჭი ჩვენ ვკითხულობთ როგორც ახლა პირადი ძალა გამოიყენე, იმასთან იმენა ძალადობა არის რა. იმენა იძალავე, თუ რამეს გინდაო, მიდი და იძალავე და აიღე, იმიტომ რომ ყველაფერი შენ გეკუთვნის და უეჭი არის პირადი ძალაზე, პირად ძალაზე არის ეგ სულ სხვა რაღაცა დანიშნულება რა არის რა. მე არ ვიცოდი კი საინტერესოა ნამდვილად პროლის პირველად გავიგე კი აი პირველად გავიგე და იმიტომ რომ აი ეგ არის ზუსტად როცა ჩვენ არ ვიცით იმიტომ მინდოდა დღეს თქვენთვის ეს ინფორმაცია მეთქვა იმიტომ რომ აი მაგით არის რომ ყველა არ არის თქვათ ცუდი ასე რომ თქვათ ხო ხო, ამიტომ ტარო არის ესეთი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ ეს არის სისტემა. ეს არის ძალიან მაგარი სისტემა, რომელსაც შეგვიძლია ჩვენ გვანახოს ზუსტად ჩვენი გზა, რომელსაც შეუძლია გვიპასუხოს ჩვენ ნებისმიერ კითხვაზე და რომელსაც შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ ეკოლოგიურად სუფთა და რა თქმა უნდა, უკვე სხვანაირი მიდგომა გვაქვს ჩვენ. კიდე იყო კითხვა. ეხლა ნახეთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ ტაროსთან ვიმუშაოთ. ეხლა პრინციპში რა არის, იცით, ეხლა სიმართლე რო გითხრათ, არის ორი ვარიანტი. კი, შეიძლება პირველ რიგში მე სულ მაგას ვამბობ, ვინც უყურებს ჩემს გაშლებს, ეხლა თქვენ იცით უკვე ჩემს მოსწავლეებს უყოლა, იცით თქვენ ის მომენტი, რომ ინტუიცია გვაქვს ჩვენს უყოლას აბსოლუტურად, ხო? მაგრამ ტაროს კი ბატონო, აი რო წაიკითხო, ნებისმიერი ადამიანი ისწავლის, ვისაც იზიდავს ეს ინსტრუმენტი, იმიტომ რომ მე სულ აი ჩემი უკვე აგახდა როგორც ანეკდოტივით რა. თუ შენ ახლა დაუშვათ არ გინდა ну, რატომ არ ეკითხები დაუშვოთ შენ ინფორმაციას ტრაქტორზე, ხო? ეხლა შენ რადგან კითხულობ ინფორმაციას ტაროზე, ესე იგი შენ უკვე რაღაცით გიზიდავ. და ამიტომაც მე სულ მაგას გეუბნებით, რომ ტარო
ჩვენ არ ვირჩევთ, არო თვითონ ვირჩევს ჩვენ. ზოგ შეიძლება გაჩუქეს ეს დასტა, ზოგ შეიძლება თქვენ თუ მოგინდათ რომ იყიდეთ ეს დასტა და უბრალოდ ეხლა საერთოდ ეხლა რაც არ გაინტერესებს ადამიანს 100 წელი არ უყურებს, რადგან თქვენ უბრალოდ უყურებთ და გიზიდავთ და უკვე ну ეს ხო გიზიდავს შენ, ესე იგი ეს მე მაინტერესებს, ესე იგი მე უკვე მაგ ამისი მიმართ მიდრიკილება, ხო? მე უკვე მჯერა და რატომაც არ შეიძლება მე მაგალითად 100 წელი აი კი მეუბნებოდნენ ვიღაცები რომ შენ სიცი და ანუ შენ ისეთი ხარო და რაღაცა, მაგრამ მე მაგ დროს ეხლა საერთოდ რა სისულელია მეთქი რებს მეუბნებით, რა ვიცი, არაფერი არ ვიცი, უბრალოდ მაინტერესებს, მაგრამ მიზიდავ და ძალიან უბრალოდ ყველაფერს აქ თავისი დრო. ამიტომ რა თქმა უნდა, ეხლა ინტუიცია როცა უკვე გაქვს, შენ შეგიძლია ისწავლო. და მეორე კიდე, ნუ აქ ნათელი მხილველობა რო გითხრათ, რომ არის აუცილებელი იმისთვის, რომ შენ ეხლა ისწავლოთ, რომ არ არის საჭირო. მე მაგალითად საერთოდ ისეც მეგონა, რომ აი დაუშვით მიმკვიდრეობით გადაადეს, ხო, მაგრამ მე ვისაც აი ძირითადად დავდიოდი ერთ გოგოსთან, ნუ ახლა საქართველოსთან რუსეთში რო ჩავედი და ამოვიჩემ ერთი გოგო იყო ყაზახსტანიდან ჩამოსული, ის იყო, ნუ ისეთ ასაკში შვილიშვილი ყავდა მაგას და ვფიქრობდი რომ მეთქი მე რატო უნდა მასწავლოს, მაგრამ აგერ შვილიშვილი ყავს, მე რაზე მასწავლის ახლა ეს გოგო. იმიტომ რომ ეს ჩემი ისტორია ბევრი რამ აქვს მოყოლილი, როცა უკვე მოვიდა დრო, რომ ვიჯექი ჩემთვის და ვფიქრობდი რა გავაკეთო, ამდენი ცოდნა, ამდენი რაღაცა, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ხან მოგითხა ჯერ პირველ რიგში, ეს 7 წელიწადი რომ დავდიოდი ყოველთვე აბსოლუტურად სემინარებზე და ასე შემდეგ, ძალიან ნუ ბევრი ცოდნა როცა დაგიგროვდება, ის აუცილებლად არის იმისთვის, რომ შენ ეს ცოდნა უნდა გაასცე. და აი ზუსტად ამას ვეკითხებოდი, რა გავაკეთო და აი რომ მომივიდა ეს ზუსტად მომენტი რომ წადედა და იყიდე ტარო და მეც შემეშინდა მეთქი რა ტარო ვიყიდო რის ტარო და მე კი მომწონს მაგრამ მე თვითონ საიდან ეგეთი რამე მე ნამდვილად ეხლა თვითონ მეშინია მეთქი რა და აი გამიარა შიშმაც და ყველაფერი დრო მოვიდა იმისთვის რომ უკვე დამეწყო თვითონ თან ახლა რა არის იცით ახლა ნახეთ აი ხა მე რომ მატრიცასთან მუშაობ მე უკვე ვიცი გოგოები ჩართეთ რაღაცა კამერები მაინც და ასე მგონი ჩემთან ვილაპარაკები მე ეს რაც ვიცი რასაც გიყვები ყველაფერი ვიცი რომ დაგინახო თქვენი სახეები მაინც ანუ რომ ვიცოდი რომ ადამიანებს ვილაპარაკები და არა ჩემთანს ესე მარტო კამერები ჩართეთ რომ დაგინახო ხო და ანუ ესე იგი დრო როცა მოდის მაგ დროს უკვე შენ ანუ ხო გაღვიძებაზე უნდა მეთქვა ნახეთ მე ჩემ მოსწავლეებს სულ ვეუბნებოდი მე თქვენ გაღვიძებთ უბრალოდ თქვენ რადგან ხარ დაინტერესებულები ამ თემით ესე იგი თქვენ უკვე წინა ცხოვრებაშიც იყავით ან ახლა როცა მატრიცას ვაკეთებ უკვე მატრიცით მე ვხედავ ეგრევე რომ ადამიანებს აქ პროგრამები და ის პროგრამები მე თვითონ მეტყოლებენ იმას, რომ ნამდვილად სული იყო დაკავებული ამ თემებით რა. და თქვენ რომ მოდიხართ სასწავლებლად, აი რატომ მოდიხართ ჩემთან? იმიტომ რომ თქვენ სულებს აქ პროგრამები შეიძლება ისინიც აკეთებდნენ რამე აი ასეთ შავ რაღაცებს და ეხლა მოდიან იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოასწორონ და ნამდვილად მიყვნენ ამ ეკოლოგიურად სუფთა გზას. და უკვე შეიძლება მართლა ვიყავით ჩვენც ახლა იმ კროულის სისტემაში, რა ვიცი, სადღაც ბნელი სისტემაში და ეხლა სულ უნდა ვიყოთ ზუსტად ამ ნათელ სისტემაში. და ამიტომ ჩემო კარგებო, თქვენ როცა გიჩნდებათ ეს სურვილი, უბრალოდ მოვიდა დრო, რომ თქვენ გაგაღვიძოს რაღაცა ძალა. ის ძალა თვითონ არ მოვა და არ გეტყვის გამარჯობათ, ეხლავე მეო სოფო შენ უნდა გაგაღვიძო. არა. გიგზავნიან ან ვალენტინას, ან ვიღაცას იმას, ვისთანაც უნდა ისწავლო და ის ვიღაცა თქვენ გაღვიძებს. აი, მე მასე ვუწოდებ ამ სწავლას. ყველაფერს, იმიტომ რომ თვითონ ვარ ცოცხალი მაგალითი, მე როცა დავიწყე სწავლა, აი მე ვიყავი იმდენად გაოცებული ვიყავი, აი როგორ აგიხსნათ, იცით რომ აი იგივე რომ თქვა დაუშვოთ მე ახლა დამერეკეს მითხრეს წამოდი გინდა ჩინეთში წავედეთ კი როგორ არ მინდა და ჩავდივარ ჩინეთში და ვლაპარაკობ ჩინურად თავისუფლად აი ეგეთი რაღაცა მე დამემართა მეთქი საიდან ვიცი მე ეს ყველაფერი რა და ეს მოხდა ზუსტად სადღაც ერთი თვის განმავლობაში აი გებიცებით ისევ ვკითხულობდი რომ მე თვითონ მე მიყვირდა მეთქი მე რა ვიცი ეგ რა უბედურობა მე საიდან ვიცი ეგ და თუ არა და რომ მეუბნებოდნენ ადამიანები მე მაგალითად არ მჯეროდა
ხო და მე გავხდი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ჩემი მასწავლებლის, რომელიც იყო უკვე იმ აქ დროს, უკვე 20 წელიწადი და მუშაობდნენ ისეთი გოგოები სწავლობდნენ ჩემთან ერთად, რომელიც უკვე პრაქტიკაც ჰქონდათ, რომელიც უკვე ნამდვილად თვითონაც ახლა, მოვიდნენ უბრალოდ ჩემ მასწავლებელთან იმისთვის, რომ მაგისი ცოდნა აეღო და ასე შემდეგ და იმათ უკვირდა და შენ ვინ ახარ და რა ვიცი მე ვთქვა ისე მაგ გეფიცებით ახლა აი წარმოიდგინეთ თქვენ რომ ახლა მიდიხართ და დილით იღვიძებ და ლაპარაკობთ იმანაზე რომელიც აზზე არ ვიყავით რანაირია აი ეგეთი რაღაცა შოკი მქონდა მეც რა და დღეს რა თქმა უნდა ხა მე უკვე აი ტარო ნახეთ რატომ არის განვითარება მე სულ მაგას ვეუბნები ჩემ მოსწავლეებს რომ აი ეხლა თქვენ რომ ხო ეხლა ამაზე გადავალთ თქვენ როცა так, აი რას გადავედი ახლა იქ და ამომივარდა რაღაცა ის რა ქვია. კაი დამიბრუნდება მე ეს შეხედეთ როგორ გადავედი და ეგრევე ამომაგდეს ნაკადიდან. კარგით. ეს არის თქვენი გაღვიძება. მე თქვენთან მაგზავნიან იმისთვის რომ მე თქვენ გაგაღვიდო რომ თქვენ ძალიან კარგად ყველაფერი მშვენივრად კარგად იცით მშვენივრად. ეხლა მოდით კიდევ ნახოთ, так, თქვენ კიდე რა უნდა გითხრათ? მე ეხლა ეს მითები და რაღაცები ეხლა მე სულ მაგაზე ვლაპარაკობ, მაგრამ შეიძლება თქვენ გააქვთ რამე თვითონ აი კითხვები ამ თემებზე. ეხლა ეს უბრალოდ იმ გოგოს ის დავდე, რომ წაგაკითხოთ თქვენ მაგის ეს კომენტარი იყო, YouTube-ზე იყო. და თქვენ თუ გააქვთ კითხვები რამე მითებზე შეგიძლიათ მკითხოთ, არ არის პრობლემა არანაირი და მე თქვენ გიპასუხებთ. არ მოგერიდოთ, შეგიძლიათ თუ გიდათ აი მე გასწავლეთ უკვე თქვენ ახლა პრინციპში გამოცდილები მყავხართ, აქ უფრო მეტი ჩემები ხართ, აქ მარატონზე და ყოველ შემთხვევაში Zoom-ში არის ეგეთი ფუნქცია, შეგიძლიათ იქ ხელი აწიოთ და მე თქვენ მოგცემთ იმას ჩართავთ ჩვენ ახლა იმას რა ქვია მიკროფონზე, მკითხეთ აი იმ თემაზე, რაზეც ჩვენ ახლა ვილაპარაკეთ. თუ არავის არ აგაქვთ, ესე იგი გავაგრძელო, ხო, კითხვები? შიშზე მე უკვე ვთქვი, მე ხო გაგაფრთხილეთ თქვენს უყველას, რომ შეიძლება გადავხდები. ეს ეგეთი ჩემი ჩვევა არის. რომ შეიძლება თქვა სლაიდით არის, მე ხა მაინც ლაპარაკობ ჩემსას. შიშზე გითხარით, ეხლა ნახეთ. საერთოდ ტაროს როცა სწავლობ, აი როცა გინდა შიში გითხარით, რატომ არის შიში? იმიტომ რომ შენ არ იცი. გეშინია შავი მაგია, იმისი მაგია, ამისი მაგია, მე თქვენ აგიხსენით, რატომ ხდება ეს და ასე შემდეგ. მეორე, ნახეთ, როცა შენ ტაროში შედევა ხარ, არის ემოციები. ემოციები როგორ არის, იცით? არის საერთოდ, მაგას მე ვასწავლე გოგოებს უკვე, როცა ბიჭებსაც, ჩემ მოსწავლეებს ვასწავლე, როცა არიან უკვე უნდა დაიწყონ მუშაობა, კლიენტთან მუშაობას ვასწავლე, იმიტომ რომ მე სულ მაგას ვიძახე. მე ვარ გადამცემი საგანით, როგორ თქვა, ადამიანი, ხო? მოდიხარ შენ, მეკითხები რაღაცა კითხვას მაძლევ, მე უბრალოდ ვაკეთებ გაშლას, შევდევარ შენ სივრცეში, იმიტომ რომ ეს ვიცი უკვე მედიტაციებით სუფთა არანაირად არაფერს არ ვარღვევ არაფერს და რაც ინფორმაცია მოდის, მე შენ გააძლევ ამ ინფორმაციას. მე ვკითხულობ იმას, რაც აი ეს ჩათვალეთ, რომ რაც წერია, დაიწერე რაღაცები და მე წავიკითხე. მომწეს წერილი, მე წაგიკითხოთ, მორჩა. მაგრამ არ შეიძლება, როცა ადამიანი ძალიან შედეს, ძალიან გულთან მიაქვთ აი კლიენტის მომენტები, რა ეს პრობლემები მე ძალიან იგრუზება და აი ეს არ უნდა გქონდეს რა. ხო, ინფორმაციის გამტარი, მადლობა კეთი. ინფორმაციის გამტარი ვარ, მართალი ხარ შე. ხო. ხო და როცა არის მომენტი, როცა აი შედიხარ ძალიან ადამიანის თქვათ სიტუაციაში, ხო? აი მე უკვე ემოციურად იღებ, მე იძახენ, ვაი მე დაცვა მჭირდება, ვაი მე რაღაცა რიტუალები უნდა ჩავადე, ვაი მე წმენდა მინდა, განწმენდა, აი პროსტა კიდე რაზე ნახეთ, მე იმდენად მიწიერი ვარ და იმდენად აი ჩემთვის ტარო არის, როგორ იმიტომ გეუბნეთ, რომ არის უბრალოდ წიგნი, რომელიც შემიძლია წავიღო, აი ეს დასტა არის, მე რომელიც პირველი ჩემი დასტა ეს არის. უკვე 8 წელიწადი ეს დასტა.
აი დავიფიცებით რაც გინდათ შვილებს, შვილიშვილებს, რა ვიცი, ხატებს, ეკლესიებს, რაც გინდათ დავიფიცები, ერთხელ არ გამიკეთებია არანაირი წმენდა. ერთხელ არ გამიკეთებია არანაირი ეს რიტუალები სანთელთან. ან დაგინახეთ ჩემთან ხა სანთელები, აი გრმაკა ჩემი მოსწავლე, მათ უკა ძალიან ლამაზი სანთელები და კი ვფიქრობდი მეთქი ხო არ დავან თუ აი ხა რაღაცა კაი არომატი მაგარას გაიგებენ მეთქი ეს ჩემი ადამიანები ვერ გაიგებენ მეთქი იყოს ისე როგორც სილამაზს, ნუ სილამაზს მაგ ეს სანთლები. არ ავაკეთებ არანაირ რიტუალებს, დაჟე იმაზე მეც გეტყვი. აი ხო ამბობენ რომ აუცილებელი არის რომ იყოს სუფრა. სუფრას ვდებ, იმიტომ რომ ლამაზია. თორე აი დავჯდები და ქვაზეც გავაკეთებ გაშლას, სკამზეც გავაკეთებ გაშლას, აი ნებისმიერ თუ გინდათ სიმაზე რა, პლაჟზე იმაზე, სილაზე გავაკეთებ გაშლას. არანაირი არ მჭირდება ესენი რა ქვია, რაღაც ეს უნდა შექმნეს შენი სივრცე. როცა მე მუშაობას ვიწყებ, აბა ეს სივრცე იქნება, მე ხო ასე ხო არ ვისვრი ამ თაროს ეკიდაკეთ, ხო? ისედაც რაღაცა სივრცეს ვქმნი, რომელშიც მე მუშაობ. აი რა თუნდა ეს ზედმეტობა, მე ვერ ხვდები რა. ნუ მე ვერ ხვდები. შეიძლება აქ ამასაც ახსნა, ნუ არის, ხო? მაგრამ ვერ ხვდები. არ სჭირდება. არ ჩემი შვილები უფრო მშვენიერ კიდე იმას დაუბრუნდები, ხო გითხარით გადავახტები. იმაზე შეშე, ვაიმე შეიძლება ჩემი შვილებს არაფერი დაუშავდეს. მე მეშინოდა ყველაზე ძალიან ჩემთვის იყოს, მეთქი ჩემი შვილებს არაფერი არ მოუვიდეს ამ ჩემი აქ იმით თამაშით, ხო? თავიდან და ჩემი სურვილებით. ვაიმე ღმერთო ჩემო, აი ასე იყოს, რა ვიცი, როგორც ჩემი შვილები არიან, მათი შვილები ისე იყოს, როგორც ეგენი არიან, წარმატებულები და ყველაფერი კარგად აქვს, ჯანმრთელები, ბედნიერები და მაგარი ოჯახები და ყველაფრით რა. რომ არაფერი პირიქით დედით ამაკობენ ეგენი, სამივე ძალიან ვითარდებით, სამივე წინ მივდივართ, არანაირად, არაფერი ახლა არ ჭირს, აი, ნუ ეს არის ყველაფერი იმდენად აი ეს მაგიას რო ჩართავთ, აი მაშინ არის ეს ყველაფერი ეს რაც არის რა, აი ის არ გათხოვდები, არ ცოლს ვერ მოიყვან, იმას ვერ იზავ, ამას ვერ, ნუ კარგეთ რა, გეხოცებეთ რა, ოღონდაც. აი ამას ნამდვილად ვერ ვერ დავიჯერებ. თუ მაგით არ ახარ დაკავებული. მივხვდით სხვაობას. მაგით, ეხლა ნახეთ, თუ შენ ხარ დაკავებული მაგით, თუ შენ სწავლობ ადამიანთან, რომელიც გასწავლის შენ მაგიური ჩარევები, მაშინ გეშინოდეს. მაშინ გეშინოდეს კიბოსი, მაშინ გეშინოდეს რომ შვილს რამე მოუვა, გეშინოდეს კი ბატონო, მაშინ გეშინოდეს რომ დარჩები უქმროდ და უცოლოდ და უყოლაფროდ, მაშინ გეშინოდეს და მე მყავდა ერთი ძალიან მაგარი და ქალი იყო ჩემი, მაშინ მე ვაფშე აზე არ ვიყავი ტაროში, ეს გოგო იყო და მაშინ მაგასთან დავინახე ეს კარტები რუსეთში რო ესა მეთქე უიმე შენ მაგით ხარ დაკავებული და კი და სულ რაღაც სეანსებს ატარებდა აი ჩემ გოგოებს უყურებოდი კონსულტაციაზე იმ დღეს იმდენს აკეთებდა ხან იქ შევიდოდა ხან ისე ხან რა ვიცი ხან ვის უძახდა და ხან იმ სულებს და ხან რეებს აკეთებდა და რით დამთავრდა ყველაფერი ახალგაზრდა ულამაზესი ქალი მოკვდა კიბოთი და ეს მე მივხვდი ნამდვილად აი იქიდან რომ ეს მე ვიცი რომ ეს რასაც არის ეხლა კი ვიცი და ამიტომ ჩემო ლამაზებო ეგ იცოდეთ რომ ეს არის უბრალოდ ყველაფერი მითები და ასე შემდეგ რა ვაგერ მაგაც აგერ გვიწევ ჩვენ რასთან რო შევარ მას შემდეგ რავო დგას რიგი და აჰა და არ გათხოვდნენ ხო რა თქმა უნდა გათხოვდები კი არა ყველაფერი იმიტომ რომ იცი რა შენ თუ მაგიურად მუშაობ რა თქმა უნდა რა თქმა უნდა იქნები მაშინ მაგ შემთხვევაში გეშინოდეთ კი ბატონო კი და მესამე არის კიდე აი ეს რა ქვია სულიერი როცა ამ პარტავნება ხდება იმიტომ რომ რა არის იცით ახლა ნუ ჩემ მოსწავლეებს ეგ არ ჭირთ იმიტომ რომ არც მე არ მჭირს იმისი რომ იცით თქვენ რომ მე ძალიან უშუალო ადამიანი ვარ იმის მიუხედავად რომ აგერ დღეს მაღაზიაში ჩავედი გოგოებთან ეს რაღაცა მინდოდა და ეგრევე გოგო რადგან ახალი გოგო არის რომ დამენახა ვაიმე მე თქვენი ფანი ვარო რა იმინა ვგიჟდები თქვენზეო და
ანუ და ეს აი გარშემო მაღაზიაში სადაც არ უნდა შევიდე, ნუ აი უკვე რა ვიცი, როცა მიყურებენ, ხან ფიქრობ მეთქი ან ძალიან ლამაზი ვარ, მეთქი ან ძალიან უშნო მეთქი, ან მიცნო მეთქი ეს ამ ადამიანმა. სამი რაღაცა ვარიანტი მაქვს მეთქი და მაგრამ ეს არაფერი თავში ავარდნა და რაღაცა არ შეიძლება, მაგრამ ზოგს აქ დაიწყებენ ზემოდან ყურება, დაიწყებენ ანუ არიქა და მე შემიძლია რომ ესე იგი იცით რა არის ნამდვილად როცა ადამიანი ხარ ესეთი რომელიც შენ ეხმარები და ადამიანი გიყურებს შენ და მათ უნდათ რომ შენ დაეხმარო ზემოდან კი არ უნდა უყურო პირიქით უნდა იყო ნუ მაქსიმალურად ისეთი რომ დავდაბალი მე ასე ვფიქრობ. ნუ ეს არის ანუ ტაროს აქ ეს სამი მომენტი რომელიც უნდა გაიაროს ადამიანმა აუცილებლად, იმიტომ რომ ყველა ვარიანტი შეისიქნება. მიდუმედეს ახლა ჩემი მოსწავლეები, ვინც მე ვიცი რომ ეგენი აი ეხლაც საამაყო მყავს ახლა სულ ყველა ვინც კი მყავს, მე ვიცი რომ სულ ყველა იქნებიან და არიან მაგარი ტაროლოგები. ტაროლოგები სხვაობას მოგიყვებით სხვა. და ეგენი არიან იმენა ადამიანები, რომელიც დაეხმარებიან გულით, სულით და არანაირი აი არავის არაფერს არ დაუშავებენ, იმიტომ რომ მე საკმაოდ მკაცრი მასწავლებელი ვარ და მომთხოვნი და უკვე ახლა ნუ ვინც გოგოებმა აი დღეს კიდე იქნებიან ჩემი მოსწავლეები ბოლოს ვინც იტყვიან თავის სიტყვას, იციან მაგათმა გეტყვიან, ახლა რომ ნამდვილად მე მოვითხოვ ისეთ მიდგომას, როგორც მე მაქვს თვითონ, იმიტომ რომ ჩემთან სწავლობენ. Так, შემდეგი ჩვენ აქ რა გვაქვს? ხო, მედიტაციები. რატომ ვიყენებთ ჩვენ მედიტაციას? პირველ რიგში ნახეთ ახლა ჩვენ როგორი მედიტაციები სხვათა შორის მე მაგალითად არ ვიცოდე საერთოდ რა იყო მედიტაცია, სანამ არ დავიწყე ტაროს შესწავლა. აი მართლა. და ეს სხვათა შორის სანამდე აი ჩემ მასწავლებელთან მივედი, იყო ერთი გოგო, კიდე მაგასაც უსმენდი, მეთქი რომ ანუ ვარჩევდე რა, ვისთან წავედი სასწავლებლად და ვაიმე რაღაცა აი გოგეუბნებით მე არ მეყვარს აი ეს ძალიან მაგიური რაღაცები თუნდაც ახლა რაც ეხება მედიტაციებს ხო და აი ეს როცა ადამიანი ნამეტანს აკეთებს და ნამეტან რიტუალებს აკეთებს ეგრევე მე მაგალითად არ მინდა ეგეთ ადამიანთან არანაირი ურთიერთობა იმიტომ რომ ნუ არ არის საჭირო და მე უკვე ჩემი მასწავლებელი რო დავინახე და ადამიანურად ქალი ლაპარაკობდა ხსნიდა ეს როგორი ინსტრუმენტი როგორი მაგარი როგორ შეიძლება როგორ შენი პროფესია იყოს დამხმარის და ასე შემდეგ იქნები და მომეწონა და მაგასთან დავიწყე ეს მედიტაციები და ეს მედიტაციები აკეთებენ სასწაულებს, იმიტომ რომ აი ჩემი გოგოები ვინც ახლა უკვე პირველი ნაკადი მყავს და ვინც გამოუშვე, აი თვითონაც ნახავ თქვენ გეთ კურსზე ჩვენ ახლა დავდეთ სადაც ჩემი სულ ყველა აბსოლუტურად ახლა დევს ტრენინგებიც, კურსები, ყველაფერი თქვენც ახლა რა თქმა უნდა ცდომა გაქვთ ან გექნებათ, იმიტომ რომ თქვენც ახლა უკვე ხართ ნუ რო დარეგისტრირდეთ, იქ დავდებ ახლა აუცილებლად ჩემი გოგოების სურათებსაც დავდებ, მაგათ გამხმაურებასაც დავდებ. აი პროსტო დღეს რო უყურებდეთ, ტკბებოდე ულამაზესები, კი არავინ უშნო კი არ მოსულა ჩემთან, მაგრამ ულამაზესები არიან კიდე უფრო და უფრო და რატომ? იმიტომ რომ ეს მედიტაცია მუშაობს პირველ რიგში წმენდავს მთლიანად, მერე ჩვენ ახალი ენერგიებითაც ვივსებით და პლუს კიდე მედიტაცია ძალიან მაგრად მუშაობს ქვეცნობიერთან რა. და მედიტაცია არის აი ქმნის ზუსტად ამ სუფთა ველს, ანუ და ჩვენ რაც არის დაუშვათ ჩვენ სწავლისთვის ნამდვილად არაფერს არ ვიზეპირებთ ჩვენ, იმიტომ რომ არ გჭირდება არაფერს დაზეპირება, იმიტომ რომ ჩვენ ვსწავლობთ ენერგიას. აი აგერ თუ წაიკითხავთ, თუ ხედავთ, ეს არის გამოხმაურება მედიტაციაზე, როცა გოგოები თვითონ ახლა პირველად ზოგმა დაიწყეს, შეგიძლიათ წაიკითხოთ, როგორი ქონდათ შედეგი მედიტაციების მერე და რამდენად მაგარი აი შეგრძნება თვითონ, როცა შენ მუშაობ მედიტაციაზე და პირველ რიგში რა თქმა უნდა ეხლა 78 კარტის დამახსოვრება უკაცრავად და ნუ ცოტა არ არის ადვილი ხო და ამიტომ და პლუს კიდე ეხლა მე რო დავიწყე ჩემი სწავლა ეს იყო ჩემთვის რაღაცა შოკი იმიტომ რომ მეთქი ეხლა ეს როგორ წავიკითხო ეხლა ეს არკანი რას ნიშნავს ჯანმრთელობას რას ნიშნავს ურთიერთობას რას ნიშნავს ფულის რას ნიშნავს სამსახური ღმერთო ჩემ არავითარ შემთხვევაში არა
და არ მინდოდა, მაგრამ აი აქ ესეთი მიდგომა და მეც ახლა რა თქმა უნდა მასწავლე ისე რომ ჩვენ ენერგია როცა იცის, შენ მაგ ენერგიას მიხვდები სად ნებისმიერ სიტუაციაში, როგორ და რანაირად. ამიტომაც ახლა ჩვენ ესეთი გაშლები გვაქვს, სადაც არც არის საჭირო რომ რაღაცა გამოიგონო საკრალური გაშლები და კარმული გაშლები, ნამდვილად ძლიერი გაშლები, მაგაზე მე ვილაპარაკოთ ჩვენ. და კიდე აქ რა მაქვს თქვენთვის გამზადებული. Так, ეს მე მგონი გითხარით უკვე თქვენ. და დღეს მოდით ახლა ჩვენ უკვე ვილაპარაკოთ თვითონ ტაროზე, ხო? ანუ იცით თქვენ სულ ყველა უკვე რომ ტარო არის საერთოდ 22 მაღალი არკანიდან შექმნილი და 56 არკანი არის დაბალი არკანები. ნუ პრინციპში მე უკვე ამ თემას დღეს უკვე შევეხე და უკვე თქვენ მოგიყვებით რომ რა არის მაღალი არკანები და რა არის დაბალი არკანები. ანუ მაღალი არკანები ეს არის აი ჩვენი სულის გზა და 56 არკანი ეს უკვე აჩვენებს სულის ევოლუცია, სული როგორც ევოლუციას განიცდის სხვადასხვა სფეროში. ანუ ეს როგორც ჩვენ გონებრივად, როგორ განიცდის ევოლუციას ემოციურად, მატერიალური დონეზე, ხო და აი ეს არის ნამდვილად 56 არკანი, ამაში ჩვენ გვეხმარება სულის ევოლუციას გვაჩვენება. და ამ სისტემაში რა სისტემით მე ვასწავლე და მე თვითონ რაც ვიცი და რასაც უკვე ჩემი მოსწავლეებიც იციან, არსებობს ესე იგი, ხო, კიდე რა უნდა მეთქვა თქვენთვის, ნახეთ, არსებობს თუ მე სლაიდი თუ არ მექნება, ნუ არ აქვს მნიშვნელობა, გეტყვით. ნუ ხმალებით ასევე გვერდხები უკვე გითხარით, არის ესე იგი ყველა მასით 14 ახლა კარტი 2-დან და თუზამდე. სამეფო კარის კარტი, პაჟები, რაინდები, დედოფლები და მეფეები. უბრალოდ მე მინდა რომ პრაქტიკაზე გადავიდე, უკვე თქვენ განახოთ საინტერესო უკვე მომენტები რა, საიდან რა იწყება. ხო, ანუ ტაროს შეუძლია ნებისმიერი გზის აღწერა, როგორ უნდა ყოფილიყო, როგორ იქნები, როგორ რანაირად მოხდება, რა ხდება ეხლა და ნებისმიერ ადამიანს, რა თქმა უნდა, განვითარებაში ეხმარება. ეხლა ნახეთ, ჩვენ საერთოდ როცა ვსწავლობთ სისტემა, რომელიც მე ვასწავლე, არის ძალიან უნიკალური. და რითი არის უნიკალური? იმით არის უნიკალური, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთი არკანი რო დავიჭიროთ და იმ ერთ არკანზე ველაპარაკოთ ადამიანს, მოუყოთ იმდენი ისტორია, რომელიც აი, რა ვიცი, შეიძლება ადამიანი გაუცდება, საიდან იცის შენ ეს ყველაფერი და საიდან მოდის ეს ინფორმაცია? აი ზუსტად იქიდან, რომ ამ სისტემაში არის ჯაჭვური მეტოდი. ჯაჭვური მეტოდი. ანუ, ეხლა განახებთ მე თქვენ ამ მაგალითზე. ახლა ამ მასალას მე თქვენთან წაიკითხავთ, მე არ მოგიყვებით, იმიტომ რომ ამ მასალას უფრო მე ვუყვები გაკვეთილებზე, ჩემ მოსწავლეებს. მაგრამ ეხლა ნახეთ რა ხდება. აი, რას ნიშნავს ეს ჯაჭვური? და პირველი ჯაჭვი აგერ მაგ გამზადებული და საიდან მიდის ინფორმაცია შეხედეთ. პირველი არკანი, ხო? საიდანაც იწყება ეს ინფორმაცია, ეს არის მაგი. მაგი არის მე ყველაფერი შემიძლია. მე ყველაფრის შემძლე არის. ეს არის არკანი, რომელიც ანუ არის ნოვატორი, არის და მაგრამ ეხლა ნახეთ, ამას აქვს ბევრი სხვადასხვა მნიშვნელობა, მაგრამ თუ ენერგია წავიკითხოთ ჩვენ, ანუ პირველი იმპულსი რაღაცა უნდა შეიქმნას, რაღაცა ახალი უნდა შეიქმნას. რაღაცა უნდა იმოქმედოს. რისთვის რაღაცა იმპულსი, ანუ დაუშვათ. ადამიანი ფიქრობს, რისთვის მოვედი მე აქ? რაღაცისთვის ხო მოვედი? მერე ერთობა, აქ უკვე ნუმეროლოგია ერთობა, ნახეთ, ეს არის ბედის ბორბალი, მეათე. ეს არის ბედის ენერგია. და ეს არის უკვე ჩვენი დანიშნულება.
მე მაინტერესებს რისთვის მოვედი მე აქ. მე უნდა გავიგო რისთვის მოვედი მე აქ, რისთვის იმისთვის რომ მე ვიყო ბედნიერი. მივხვდით? ახლა მე თქვენ გიყვებით ძალიან მოკლედ, თქვენ დანარჩენი წაიკითხოთ აქ რაც წერია. უბრალოდ ორი სიტყვით გიყვებით. სისტემას ხო ხვდებით როგორ მუშაობს. აქვე ერთობა ნუმეროლოგია, რა თქმა უნდა, პირველი მეათე არკანი 1 + 0 კიდე პირველი ენერგია და 19 რა თქმა უნდა 10-ი 1. ეს არის ჯაჭვი. როცა შენ, ანუ ეს მეთოდი, როცა ჩვენ გკითხულობთ ინფორმაციას, ჩვენ კიდე ახლა დაბალი არკანებზეც რომ მოგიყვებით თქვენ შემდეგ, ну ხვალ. აი, მე დაინახავ თქვენ როგორ ეს ჯაჭვი მუშაობს, როცა კიდე ემატება დაბალი არკანები. მაღალი არკანი ეს ყოველთვის არის, ანუ სიტუაციის ცეცხლი, ასე ვთქვათ, ხო, საფუძველი არის სიტუაციის. დაბალი არკანები მე ჩვენ უკვე გვიყვებიან, რანაირად უნდა განვითარდეს ეს სიტუაცია, რა, ნუ გვეხმარებიან. მაგრამ სისტემა არის ისე აწყობილი, მე შემიძლია გითხრა სხვათა შორის, რომ ასეთი სისტემით არავინ არ მუშაობს. მე ახლა რა არის მარატონზე არ მინდა ბევრი ინფორმაცია მივცე, იმიტომ რომ ეს არის საკრალური ინფორმაცია, რომელიც ეძლევა მხოლოდ და მხოლოდ როცა ჩვენ ვსწავლობთ, როცა ჩვენ უკვე გავდივართ ამას ღრმად, ამ მასალას საერთოდ არის 9 ჯაჭვი ასეთი, რომელსაც ჩვენ გავდივართ, მე ამის მერე ჩვენ გავდივართ ასე წოდებული არის სტიქიების ჯვარი, მე მგონი აქ არ არის, არა, აქ არ არის ეგა. ხო და მე უკვე რა თქმა უნდა იქიდან ვიღებ ჩვენ უამრავ ცოდნას და ცოდნასაც კი პლუს კიდე როცა ჩვენ გავდივართ სულ აბსოლუტურად არკანს მედიტაციებით. ახლა წარმოგიდგენიეთ რამ ხელა მიდის ტრანსფორმაცია. ჩვენ ვართ შექმნილების სულ 22 ამ 22 ენერგიიდან. და ყველაში ჩვენში ეს ენერგია არის, მაგრამ როცა ჩვენ მოვდივართ დედამიწაზე, ზოგში არის ეს ენერგია დამუშავებული, რომელიმე ზოგს შეიძლება თქვათ, ну, ნაკლებობას განიცდის, ხო? და აი ჩვენ როცა მოვხდავთ თითოეული არკანს, როცა ჩვენ აი ასეთი პრინციპით ვსწავლობთ, ჩვენ გავდივართ აი უდიდეს ტრანსფორმაციას, იმიტომ არის ჩვენი კურსი, აი, ну, ტაროტერაპია, ასე რომ ვთქვათ. ადამიანი რატო ვიძახთ, რომ აი ახალგაზრდავდებიან, რატო ძალა ემატებათ, რატო უკვე პირადი ცხოვრება ეცვლება, რატო ეცვლება მისი ფინანსური მდგომარეობა, რატო მაგისი სულიერი მდგომარეობა, იმიტომ რომ ჩვენ ყველანაირი ბლოკებიდან თავისუფლდებით და ახალი ენერგიებით ვივსებით. გაიგეთ რატო? აი ეს არის ჩვენი ჯადოსნობა, ასე რომ ვთქვათ რა. არაფერს არ ვაკეთებ, ერთ-ერთი ჩვენი რიტუალი არის მხოლოდ და მხოლოდ მედიტაცია. всё. არანაირი სხვა რიტუალები ჩვენ არ გაგვაჩნია. და აი ეს პრინციპი ძალიან მაგარია, იმიტომ რომ შენ როცა ამ პრინციპით მუშაობ, შენ არ გჭირდება დამახსოვრება მნიშვნელობების. უბრალოდ შენ ბაზა იცი, ხო, როგორც გითხარით, ხო, ანუ ესე იგი ეს არის იმპულსი და აი, ну, პირიქითაც რო წაიკითხო, იმისთვის რომ იყო ბედნიერი, შენ უნდა იპოვო შენი გზა და უკვე всё, შენ გამართული ხარ და შეგიძლია იცხოვრო კარგად, იმიტომ რომ შენ როცა საჭირო ხარ სხვებისთვის, როცა შენ მიდიხარ შენს გზაზე, როცა შენ გააკეთე არჩევანი, როცა შენ უკვე ბედმა გითხრა, ну, ახლა პრინციპში, ну, ეხლა მატრიცასაც რო დავამატებ, მე ვაფშე იქნებიან შემოსწავლები, მე მგონი უნიკალურზე უნიკალურები, ხო? იმიტომ რომ იქ უკვე ისწავლება კიდე უფრო მეტი, ეხლა მაღალ არკანებზე, მაგრამ პრინციპში ის გაშლებიც, რომელიც აქვთ შემოსწავლებს, აი საკრალური გაშლები, ისინი არის აგებული თითქმის სულ ყველა მაღალ არკანებზე, ამიტომ ინფორმაცია არის რაღაცა ეს სასწაულად საინტერესო, მაგრამ პირველ რიგში რა არის, იცით რა მინდა რომ აგიხსნათ, რომ კი ბატონო, ჩვენ ახლა თუ რამეს ვსწავლობთ, ჩვენ გვინდა ანუ რო გკითხო ნებისმიერ ადამიანს აი ისთვის სწავლობ, ну ახლა მე მინდა რომ სხვებს დავეხმარო რაღაცა, მაგრამ პირველ რიგში უნდა დავეხმაროთ ჩვენს თავს. ამიტომ ჩვენ სწავლების პროცესში ჯერ ჩვენ თავს ვეხმარებით რა. ჯერ ჩვენ თავს ვაწესრიგებთ და მერე უკვე, რა თქმა უნდა, როცა შენ თვითონ ხარ მოწესრიგებული, როცა შენ თვითონ ხარ დალაგებული, შენ შეგიძლია დაეხმარო სხვას. სხვანაირად არ გამოვა.
და კიდე რა გვაქვს ჩვენ გამზადებული თქვენთვის? ნუ ეს არის პრაქტიკა, ერთ-ერთი პრაქტიკა მე თქვენ აქ შემიძლია შემოგთავაზოთ, მაგრამ მე მინდა რომ მოდი ეს თქვენ სლაიდები გექნებათ და ამაზე თქვენ ვისაც გექნებათ სურვილი დაწერეთ, იმიტომ რომ ახლა ძალიან წვრილად წერია და ვერ წავიკითხავ თქვენ პასუხებს რა. და აი ეს იქნება და ვისაც გექნებათ სურვილი ჩატში მე დაწერეთ თქვენი ინტერპრეტაცია, აბა თქვენ როგორ წაიკითხებთ, ხო? აი მას რომ ბიჭს უნდა რომ გაეგოს გოგო როგორ განვითარდება მაგათი ბიჭთან ურთიერთობა რა და დაუშვათ გამოვიდა აქ პირველი არკანი აი როგორ ასეთ ყოდით თქვენ აი თქვენ თვითონ ხო შეიძლება რომ შეიგრძნოთ უკვე რაღაცა ესეთი ენერგია ანუ რას ნიშნავს და როგორ ნიშნავს კიდე ხო ნახეთ ახლა ეს მომენტიც უნდა კიდე კაი რომ არ დამავიწყდა მე ხო სულ ვაწვევი იმას, რომ ტარო არის წიგნი, ტარო არის ფსიქოლოგიის წიგნი, ტარო არის ფსიქოლოგიის წიგნი, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ეხლა ფსიქოლოგიის, ნუ წიგნი წაიკითხოთ, ეხლა უკუღმა. ნუ, კაია, წაიკითხავთ, ეხლა წიგნი წაიკითხავთ უკუღმა? ხო ვერ წაიკითხავთ. რატო უნდა წაიკითხო ტარო, ეხლა რატო უნდა წაიკითხო უკუღმა, წაღმა, გადატრიალებული, გადმოტრიალებული. მე მგონი არ არის საჭირო, იმიტომ რომ პრინციპში, ნუ ეხლა რა არის, იცით, ეხლა ვიგეთყოთ. ის გაშლები, აი მე რა სისტემაშიც ვისწავლე, იქ რა თქმა უნდა პირველი კურსი ჩვენ გვაქვს, სადაც ჩვენ ვსწავლობთ ენერგიას, ყველაფერს თვითონ ახლა წესრიგდები და ასე შემდეგ. მეორე, მესამე კურსი გვაქვს ჩვენ უკვე გაშლები საკრალური. მაგრამ ისი არის აგებული, ნუ ნახეთ ახლა, აი მაგალითად მეათე არკანზეც არის გაშლა, ხო? არკანებზე არის აგებული. ამას ახლა ასე რატო უნდა წავიკითხო, როცა გლიფები ასე დალაგებული აქვს, ხო? ასე დალაგებულები არის გლიფები. ამ გლიფებზე არის აგებული, გლიფები არის აი ეს ნიშნები რა. ამ გლიფებზე არის აგებული მთლიანად გაშლა, ხო? ანუ რატო უნდა გადავატრიალო და ასე წავიკითხო? ტარო. ეს არის წიგნი და ამიტომ თვითონ თითოეული გაშლა ისე არის დალაგებული, რომ აქ არის უარყოფითი მხარეც არის რა მიშლის ხეს და პოზიტიური მხარეც მაქვს რა დამეხმარება. ამიტომ ნამდვილად არ მჭირდება რომ წავიკითხო უკუღმა და წაღმა. და ამიტომ უკვე მე საავტორო გაშლებსაც როცა ვაკეთებ, თუნდაც ახლა მე YouTube-ზე რო ვაკეთებ, ყოველთვის ვაკეთებ ესეთ პოზიციებს, რომელსაც ვიცი რომ და რომ მეტყოს ახლა აქ რა არის უარყოფითი მხარე, რას მეტყოს და პოზიტიური მხარეც რაც არის, იმას წავიკითხავ ჩვეულებრივად. ნუ ამასაც რა თქმა უნდა ვასწავლე მე ჩემს მოსწავლეებს. მაგრამ მე რა მინდა, იცით რა მინდა თქვენგან რომ გავიგონ. თქვენ რამდენად აი დღეს ახლა ამ ჩემი მონოლოგიდან თუ გქონდა დაუშვათ შიში, თუ გქონდათ რამე უარყოფითი დაუშვათ განწყობა ტაროს სადმე, თუ რამეთი შეგიცვალათ. აი მინდოდა ჩემი მიზანი იყო ამ მარატონის რა, იცით, რომ ადამიანებს ავუხსნა და ეს არის საერთოდ ჩემი მიზანი, რომ ავუხსნა, რომ კი ბატონო, ტაროს აქ ეს მიდგომა, თქვათ, არიან ადამიანები, ვინც იყენებს შავად. და აგიხსენით დღეს ვინ არიან ეს ადამიანები და რა სისტემას მიყვებიან, ხო? და ეს მინდა რომ აგიხსნათ რომ ტარო არ არის საშიში ინსტრუმენტი, თუ შენ მაგას გამოიყენებ, აი ჩვეულებრივად. ეს არის როგორი, იცით, აი ჩვენ შემთხვევაში ტარო უეტის ტაროს შიში თუ გაქვს, იგივე არის რომ შენ დაუშვათ გჭირდება რაღაცა ინფორმაცია ფსიქოლოგიისგან, აი ფსიქოლოგიის წიგნი და შენ მიდიხარ ახლა მაღაზიაში, უნდა იყიდო ფსიქოლოგიის წიგნი და პირჯვარში ღმერთმა პატიე, ახლა ფსიქოლოგიის წიგნი ბავშვზე უნდა გავიგო, როგორ არის ბავშვი და ღმერთმა პატიე ეს წიგნი უნდა ვიყიდო. აი ეგეთი რაღაცა. მაგას ხო არ აკეთებთ. მიდიხართ მაღაზიაში და ამბობთ, რომ იცით რა არის, აი მინდა პარტნიორთან დაკავშირებით რაღაცა წიგნით ხუმარა გაქვთ, თქვენ რომ წავიკითხო. დაუშვათ, ხო? ის გეუბნებათ გამყიდველი, კი, რაზეა ლაპარაკი, ეხლავე აგერ არის ჩვენ ახლა წიგნები და ამოირჩიეთ თქვენ რომელიც გინდა. იგივე არის. პრობლემა გაქვთ, თქვენ ირჩევთ, მაგრამ თქვენ შეიძლება იქ აირჩიოთ რა. მოდი როგორ გავაკეთო რაღაცა ჯადოსნური რამეები, ჩემ ქმარს გავუკეთო ამ ჩემ პარტნიორს და ანუ გამოჩნდება ეგრევე გეტყვის, კი, მაგიას იმდენი წიგნი გვაქვს, მიდით აირჩიეთ.
მაგრამ არა, რა თქმა უნდა, მე მინდა ჩვეულებრივად ნორმალურად გავიგო. რა ხდება ჩვენ შორის? მე მინდა გავიგო, რისთვის იყო ეს სიტუაცია, რატომ შეიქმნა, რას გრძნობდა ჩემი პარტნიორი ახლა ამ წუთში. ნუ იმ წუთში, როცა თქვა, აი ესე მოიქცა, ხო? რამ აიძულა დაუშვათ იმას, რომ ასე მოქცეულიყო, ხო? ან ფინანსურად ახლა არა გაქვს, ხო? ხვალმე თქვენ მოგიყვებით ახლა ფინანსები, როგორ ადვილად შეგიძლიათ რომ მიხვდეთ რა ხდება, რა გჭირთ თქვენ ფინანსურად თუნდაც. ანუ რა სიტუაცია მაქვს, ხო, რამ გამოიწვია ეს სიტუაცია, რა მიშლის ხელს, რომ დღეს მე დავუშვ სამსახური არ მაქვს, რა მიშლის, რა დამეხმარება მე იმაში, რომ მე დავუშვათ ახლა შევძლო, რომ თქვათ, ვიშოვ სამსახური, ან ფულის სიტუაცია შეიცვალოს, ან ურთიერთობას ამაში რა არის მითხარით, რა თქმა უნდა, მაგას შავი მაგია და რაღაცა. როცა შენ გეტყვეს და რომ ადვილად რა უნდა გააკეთო, უნდა იმოქმედო. რა გიშლის ხელს? ის რომ შენ არ მოქმედებ, არ გაინტერესებს, არ სწავლა, არც განათლება, არც განვითარება, არ გაინტერესებს. პლუსში რა გიშველება? წადი ისწავლე ახალი რამე, ან რაღაცა თქვათ, ადამიანი ნახე, რაღაცა გააქვს შენ ახლა ამით თქვათ ახლა რა თვისება გაქვს? გაქვს იმისი თვისება, რომ შენ სულ ყველაფერი შეგიძლია, შენ გაქვს იმისი უნარი, რომ შენ ისწავლო ახალი რაღაცა. აი კიდე არის ეს ნუ ჩავწერე ახლა მე YouTube-ზე ახლა წერ ყოველ პარასკევობად გაკვეთილებს და რამდენიმეჯერ ამიხსნია თქვენთვის, რომ აი რო ხედავენ ამ არკანებს, გინდაც მაგის არკანს, გინდაც რო ხედავენ კიდე მთვარის არკანს, გინდაც რო ხედავენ თუნდაც მე-15 არკანს, ხო, ესე ეშმაკის არკანს. ნუ ესე იგი ან კორუმის, ხო, всё, ესე იგი მაგია, ხო, მაგია, რა თქმა უნდა, ეხლა ყველა მოგაჯადოვეს და ანუ ესაც რას ნიშნავს? ნახეთ, მე ვასწავლით ჩემ მოსწავლეებს იმ რომ იცოდნენ მაგათმა რას ნიშნავს კარმული ურთიერთობა, რას ნიშნავს მონათესავე სულების ურთიერთობა, რას ნიშნავს გინდათ ყუფების სალები, ვინც არ უნდა იყოს, რომ მაგათმა იცოდნენ რომ და რომ დაინახავენ მე-15 არკანს, რომ არ დაიწყონ ეს კივილი-წივილი, რომ ვაიმე ჯადო გაკეთებული გაქვს. რატო ამბობ მაგას ვინ იტყვის? მკითხავე, ვინც არ იცის მე-15 არკანის მაგარი ენერგია და ამაზე ბევრი ვიდეო მაქვს დადებული YouTube-ზე, თუ გაინტერესებთ, ნახეთ ახლა. იმიტომ რომ ეს არის მიწიერი ენერგია, ეს არის საერთოდ კი ბატონო კარმული ურთიერთობა არის, იმიტომ რომ რატომ? აი ეგაც არის ჯაჭვი, აი ხავე განახოთ, კარგით, ახლა ერთ კიდე საიდუმლოს გაგიხსნით, მაგრამ ეხლა რომ აგიხსნით თქვენ რატომ არის ეს კარმული. აი ერთი წამი პროსტო დამელოდეთ და მომემზადებია. მაგრამ ეხლავე მე გეტყვით თქვენ ახლა ჩემ მოსწავლეები კი მიხვდებიან უკვე იციან მაგათმა ყველაფერი, მაგრამ ვინც არ იცის, ეხლავე მე თქვენ აგიხსნით ეს რატომ არის ეგრე. რატომ ვართ ჩვენ აი ასე так, რატო საწახვედა, აი არც უნდა რა ნახეთ დანარწყენი ეტყვა მე-15 არკანი ჩვენზე. არც ჩანს, არც გამოდიან და გადავირია. საწახვედი არც მე-6 მოდის და არც მე-15. აჰა, აგერ არის. აბა მე-6 სად არის? მე-6 არკანი. თუ რამე კითხვები გაქვთ, მოამზადეთ. მე ახლა მე-6 არკანს ვეძებ შეყვარებულები, სად არის ახლა ჩვენი შეყვარებულები? ერთი წამი დამელოდე და აგიხსნით, მე თქვენ რატო ვკითხულობთ ჩვენ როგორც კარმულ ურთიერთობას. Так, მიჯიუდდებით ახლა თქვენ, ჩემო ლამაზებო, რატო მიჯიუდდებით? შეხედეთ, ახლა არ დავიჯერო დაიკარგა მე-6. მოიცადა, ხო არა მაგნეტა. არა, აქ არის ღმერთო ჩემო, აქეთ არის ეგა. აქეთ არის. აი ნახეთ. აი ესეც არის, მე რო განახეთ თქვენ წეღან ეს ჯაჭვი, ხო განახეთ, ხო გითხარით რომ არის 9 ჯაჭვი. ერთ-ერთი ჯაჭვი არის აი ეს. მე-6 არკანი და მე-15 არკანი, ნახეთ. აქ რა ხდება აგიცნით. ახლა რატო ვიზახეთ კარმული ურთიერთობა? პირველი იმპულსი არის მე-6 ენერგიას, ხო, დავინახე ადამიანი ეგრევე, თქვა დაუშვით მომეწონა იმპულსი მინდა, ძალიან მინდა, ხო, მომეწონა, არჩევანი გავაკეთე მაგის, ნუ მისკენ რა.
მერე უკვე აი ეს არის ზუსტად ეს აქ არჩევანზე ვდგავარ ჩვენ რატო? იმიტომ რომ ნუ დავიწყებ მაგასთან ურთიერთობას თუ არა? ავერჩევ მაგას თუ არ ავერჩევ, ხო? მაინც ახლა აქ არჩევანის წინ ვდგავარ. მერე ირთობა მე-15 ენერგია. მე-15 ენერგია დააკვირდით უკვე მიაჯაჭვეს უკვე, ხო? ეს ადამიანები აქ არის ქვა, აქ არის ჯაჭვები, ხო? რისთვის იმისთვის რომ მე-15 არკანი ჩვენ მე რო გეუბნებით ხოლმე რომ მე-15 ნუ პარტნიორს უსმინეთ პარტნიორი გეუბნება თქვენ სინამდვილეში რაც ხდება და საიდან იმიტომ რომ ეს ენერგიები ირთობა მე-15 არკანის ენერგია არის ზუსტად ის ენერგია რომელიც ჩვენ გვიშუქებს ყველა ჩვენს მინუსებს და ეს პარტნიორი მოდის და გეუბნება რაღაცა შეიძლება აი ცეცხლს ანთებს შენში ნახეთ ახლა ამას როგორი აქ ეს კუდი ხო აქ და ნახეთ ცეცხლი როგორ უკიდია ხო და პლუს კიდე თვითონ ამას ეს ფაკელი რო უჭირავს აქ აი ნახეთ ეს კარტულად ახლა მაგას ვერ ვეტყვი დამავიწყე ეს სიტყვა ფაკელ რუსულად არის რა ანთია და ანუ ეს კიდე ეს ენერგია ამას უნთებს რა აი აქ ცეცხლს რო მიდი ახლა შენ კარტულად მიწერი ყველაფერი გაკვეთილებში იცოდ არ შეგიშინეთ და უნთებს კიდე ამას და ანუ მიდის ეს რა მთელი მომენტები, მთელი ომები ამათ შორის, იმიტომ რომ გოგო შეიძლება ეწინააღმდეგება ამ პირიქით ბიჭი და მოდის მთელი პროცესები. რა თქმა უნდა, ხა ყველაზე ადვილი რა თქვა. იცი რა არის? აქ ჯადო გაკეთებული, იმიტომ რომ აქ ქვა არის, აქ ხო არის ესენი რა ქვია, ჯაჭვები. მოგაჯადოვა, მოგაჯადოვა. всё. არ არსებობს შენ ჯადოგა გაკეთებულა. ამ დროს როცა არიცე ენერგია, როცა შენ არიცე ეს რას ნიშნავს, ხო, მასე იტყვი. ყველაზე ადვილი, იმიტომ ამბობენ, ეგენი ჯადო გაგიკეთა და ვიღაცამ რაღაცა გაგიკეთა. არავითარ შემთხვევაში. ეს მე-15 ენერგია უბრალოდ ჩვენ გვაჩვენებს იმას, რაზე უნდა ვიმუშაო. რაზე უნდა ვიმუშაო მე. იმიტომ მოდი პარტნიორი როგორც არ უნდა მოიქცეს, რატო უნდა უთხრა გულში თუნდაც მადლობა, იმიტომ რომ ის მოვიდა შენ დაგეხმაროს. იმაში რომ განახოს შენი ყველა უარყოფითი თვისებები, რაზეც შენ უნდა იმუშაო. შენ თუ ეწინააღმდეგები, შენ თუ იძახე არა მე კარგი ვარ, ის არის ცუდი, უბრალოდ რთულდება სიტუაცია, რთულდება. ნუ ეს ახლა ამაზე ვინც ახლა ჩემთან არის კარმულ ტრენინგზე კი იციან ეგენი ახლა აღარ გავამახვილებ აქ ყურადღებას. უბრალოდ ახლა იქ მე თქვენ მოგიყვებით ყველაფერი დაწვრილებით კარმული ურთიერთობაზე. უბრალოდ ეს მინდა რომ ტაროზე განახოთ, რომ ჯერ იმპულსი არის, შემიყვარდა, მომეწონა, არჩევანი გავაკეთე, იმიტომ ვიძახე ხოლმე რომ იწყება სადღაც 2-3 თვე ვართ ამ ენერგიაში, მე აი აქ უკვე მიგვაჯაჭვებენ და უკვე იწყება გაკვეთილები. აი ამ ორივე არკანზე ჩვენ გვაქვს ამ გლიფებზე გვაქვს გაშლა მესამე ეს მეორე კურსი იქნება ეს მესამე კურსზე ანუ გაშლა წარმოიდგინოთ რომ აქ რამდენი გლიფებია და ამაზე ვაკეთებ ჩვენ დიაგნოსტიკას და უკვე ვიცით რა ხდება წყვილში რა არის მაგათ შორის თქვათ რა ერთიანებს რა ენერგიით შემოვიდნენ ეგენი ურთიერთობაში და მე-15 არკანი უკვე ჩვენ იმხდენ ინფორმაციას გვაძლევს საერთოდ რომ აი ნახეთ რამდენი გლიფებია ეს ყველაფერი აბსოლუტურად ამას ვიყენებთ ჩვენ და იმდენ ინფორმაციას ვიღებთ და არანაირად არ არის აქ რომ აი ჯადო რა შუაშია ჯადო ეს არის ყველაზე ადვილი ფულის გამოძალვა ადამიანების შეაშინო უთხრა ყველაფერი ცუდად არის და რომ მოგაჯადოა რა თქმა უნდა მოგაჯადოა აბაჭი რა აჰა ჯაჭვებით რა თქმა უნდა აგერ შავი ყვა რაღაცა გაგიკეთა დამარხა მიმარხა ნუ კაროჩე რა ეს არის ძალიან აი როგორ გითხრათ აი მე ვთვლი რომ ეს არის დაბალი დონის წაკითხვა და დაბალი დონის მიდგომა ტაროსადმი როცა შენ აი ტაროს უყურებ მხოლოდ ასეთი თვალსაზრისით ეს არის ეს რა ქვია იმიტომ რომ იმდენი სიღრმე არის და შენ როცა იცე ხო ანუ ეს გლიფები რას ნიშნავს ეხა რა დაგეხმარება, რანაირად უნდა შენ რა ენერგიაში უნდა იყო, რომ ეს ყველაფერი შეიცვალო შენ ცხოვრებაში, მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ახლა გამოიყენო სხვანაირად და აქ დიდ ტრანსფორმაციასაც გაივლი და ასე შემდეგ.
ეხლა კიდე მინდა დღეს მე ვთხოვო ჩემი სტუდენტები, ამათმა დაწერეს აგერ მაგათი გამოხმაურო ბევრი მყავს, მაგრამ დღეს მე ვიცი რომ ჩემი სტუდენტები არიან აქ და კიდევაც უნდა თქვან და მოგიყვან როგორ სწავლობენ. დღეს მე მინდა ვთხოვო იმათ ვინც ეხლა სწავლობს და აგერ მანანას გუშინ ჩვენ თუ გუშინ წინ გქონდა ძალიან დიდი ზეიმი რომ გოგო რომელსაც ეშინოდა ვაიმე მე არ ვიცი მე რა გამომივა და მე ისა და ძალიან ნერვიულობდა სულ და საბერძნეთში ცხოვრობს სხვა პროფესიის სხვა შორის მოსწავლეები მყავს და ექიმებიც არის მასწავლებლებიც არიან მენეჯერებიც არიან იურისტებიც არიან რა ვიცი მე ვინ არა მყავს სტილისტები და ასე შემდეგ და ეხა დღეს მე მგონი კირას უნდა გამოსვლა ჩემს საყვარელ ერთ-ერთ მოსწავლეს კირა ხო აქ ხარ შენ მოგვიყვები შენ აი კირა ხო წერე შენ ახლა აქ მე-15 საგრალური გაშლა ჩემი საყვარელი გაშლა ბოლო კურსზე ისწავლება გოგოება სად ახარ კირა დაწერე და გაგაქრი გამარჯობათ. აჰა აგერ არის კირა გამარჯობათ. სალამი, გამარჯობათ. გამარჯობათ, მოგესალმებით, გილოცავთ, ძალიან გილოცავთ. ეხა დღეს ვიხსენებდი ჩემი სწავლის დასაწყის და მივხვდი, რომ აი დიდი სიამოვნებით გავივლიდი კიდე ამ გზას. თქვენ გელით სრული საოცრება, განწყუბნება, აი პირველი კურსი რომ დავხურე, სტიქიური ჯვარი რომ გავიარე, მივხვდი, რომ ცხოვრება გავიარე და მეორე და მესამე კურსზე თქვენი სწავლის ისეთ საკრალულ გაშლებს, რომ იქნებით ძალიან წელში გამართული პაროლოგები, გაარჩევთ აბსოლუტურად ყველა საკითხი. და მინდა თქვა გადახდასთან დაკავშირებით, რომ აი საოცრება მოხდა, იმიტომ რომ შიდა განვადებით როგორ გადავიხადე ეს თანხა, აი საერთოდ არ ვიცი, აი უმარტივესად დავიწყე თუ არა სწავლა. გამოჩნდა უამრავი საშუალებები, სახლი, რომელიც არ სრულდებოდა არასდროს უცბად მოხდა, რომ დასრულდა. აი თითქოს ყველა პრობლემა მოიხსნა და აი ეხლა რომ ვიხსენებ ჩემ თავს ერთი წლის წინ, აი აბსოლუტურად სხვა ადამიანი და მე მარტო არ ვარ, აი ყველა ჩვენთან კურსზე ვინც არის, ყველა არის ესე და თქვენ გელით აი წარმოუდგენელი გზა ისეთი ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ხვდებით რომ საჭირო ადამიანები ვართ, აი უკვე მუშაობთ და აი საკრალური გაშლით და მანარათი თქვენ იქნებით ყველაზე მაგრები, ჩვენ იქნებით ყველაზე მაგრები ქვეყანაში და სულ ამბობ ყოველთვის ყველგან, რომ თუ ვინმეს უნდა სწავლა. ეს არის სივრცე, სადაც არის აბსოლუტურად ყველაფერი. მედიტაციები, რომლებიც ახდენენ სრულ საოცრებას. თვითონ სწავლის პროცესი არის უმარტივესი და თქვენ გექნებათ უფუნება, რომ თქვენ პედაგოგს უყუროთ ყოველ დღე გაშლება. ეს ისე მუშაობს ეს სივრცე, რომ ერთი წუთი გარიფიქროთ, რომ თქვენ რაღაცას ან ვერ ისწავლთ, ან ვერ გაიგეთ. ეს არის სრულიად გამორიცხული. სრულიად გამორიცხული. გენაცვალე შენ მე. ჩემი საამაყო, ერთ-ერთი ჩემი საამაყო მოსწავლე, რომელიც მუშაობს უკვე მეორე კურსთან დაიწყე, ხო კერ შენ მუშაობა? კი, მეორე კურსთან მუშაობს, მე მანარაც ეგრევე მიაყოლა. და ეხლა აი ძალიან რა მიხარ. ეხლა ველოდები მატრიცას ქალბატონო ვალენტინა. ხო, ვიცი, შენ ეხლა მატრიცა მე კიდე რაღაცები მთხოვე. ანუ მუდმივად ვისწავლოთ, ხო, როგორც ჩვენ არ გვინდა, ჩვენ აი ქალბატონი ვალენტინას სტუდენტები ვინც ვართ ახლა მესამე კურსზე, ჩვენ არ გვინდა სწავლის დასრულება და თქვენს ესეთი ესე იქნებით, იმიტომ რომ ისეთი პროცესია საოცარი, რომ აი არ გინდა რომ დასრულდეს.
ხო, ჩემო კარგი, იმიტომ რომ თქვენს კარგები მყავხართ, აი იცით რა არის, მე კიდევაც ვიზახე, რომ ჩემთან მოდიან მხოლოდ და მხოლოდ უნიკალურები და რჩეულები და ეს არ არის ეხლა მოფერება და რამე, ჩემო მოსწავლეებმა იციან, რომ მე ვიცი, როცა უნდა მოვეფერო და როცა უნდა არ მოვეფერო, მაგრამ მართლა რჩეულები მყავს მე და ეს სულ ყოველდღე მივიზახე ღმერთო, მადლობა ეს რა დავიმსახურე. იმიტომ რომ არიან არაჩვეულებრივები მართლა რა, აი არაჩვეულებრივები, აი არ ვიცი რა, მადლობა თქვენ რომ მყავხართ. მადლობა კირა, ჩემო საყვარელო, დიდი მადლობა. გაიხარე. გილოცავთ ახალ სტუდენტებო და წარმატებებს გისურვებთ და აი რა ვიცი, თქვენს ნაცვლად მე ვარ ისეთი ბედნიერი დღეს იმდენი ჯაჭვს ელაპარაკა ქალბატონმა ვალენტინამ დავწერეთ კიდევაც, რომ ძალიან გაუმართლა დღევანდელ მარათონის მონაწილეებს. ბედნიერებას გისურვებთ და წარმატებას. გაიხარე, ჩემო სიხარო. მე მგონი ნატალიც მოემზადა, ხო, ნატა? შევა? კი. აბა მოდი. მე ანუ რაც მინდა თქვა და კიდევ ერთხელ და არა ერთხელ გეტყვით მადლობა მინდა ჯერ თქვა თქვენს წინაშე რომ რავი ანუ ჩემი ცხოვრება უბრალოდ აი მართლა ისე არ ვამბობ რეკლამისთვის და რაღაცისთვის რა ანუ ჩემი ცხოვრება იმ მართლა შეიცვალა ცხოვრება კი არ შეიცვალა უბრალოდ აი ჩემი აზროვნება ანუ ეხლა მე ფიქრობ რომ ტაროს სწავლას ვინც დაიწყებს იმისთვის რომ რაღაცა წინასწარმეტყველებისთვის ან რაღაცა რავი ალბათ ვერ ისწავლის კარგად რა იმიტომ რომ რაღაცა სხვანაირად არის ჩემთვის ხო რაღაცა უბრალოდ ცხოვრების სტილი აზროვნება რაღაცა უბრალოდ აზროვნება შემეცვალა და ანუ აი როგორც თქვენ ამბობთ თან რომ აი ტარო არის წიგნი და რაღაცა ინსტრუმენტი აი ჩაოლობრეთ უბრალოდ მეხმარება რომ ჩემი აზროვნებით აი სხვანაირად შევხედო სამყაროს თორე აი წინასწარმეტყველებისთვის კი დავიწყე წინასწარმეტყველებისთვის სწავლა მაგრამ მე მივხვდი რომ ანუ წინასწარმეტყველება უფრო არ არის მნიშვნელოვანი ვიდრე უფრო შემეცნებისთვის არის ეს ყველაფერი ჩემთვის და რა ვიცი ანუ აზროვნება უნდა შეცვალო ჯერ ჩემი აზრით და ალბათ შეგეცვლება კიდევაც და რავი აი თქვენ ისეთ ტრანსფორმაცია მოახდინეთ ისეთ დეპრესიაში ვიყავი ისეთ დეპრესიაში რომ აი რავი ჩვეულებრივად ჩაწოლილი ვიყავი და ანუ არაფერი არ მაინტერესებდა და რავი ამ მოსმენებით უბრალოდ რომ წინასწარმეტყველებით მომისმინა ესე დავიწყე და მე ალბათ ბევრს ქონია ეგრე დავიწყეთ ალბათ ყველამ რომ მე ჩვეულებრივად ხვდებით რომ რა კითხვებზეც არ მქონდა პასუხი რომ დაუშვათ აი რატო ხდება ჩემ ცხოვრებაში ეს და რატო მე მემართება მაინდა-მაინც სულ ერთი და იგივე სიტუაციები რატო აი ვერ ამოვდივარ სულ ერთი და იგივე წლების განმავლობაში ერთი და იგივე სიტუაციები რო გაქვს და ანუ ერთი და იგივე წრეზე ტრიალებ, ანუ ვერ ხვდებოდი ამას, რომ მე რატო მემართება და დაუშვათ აკვირდები, რომ აკვირდები კი არა, ელოდები, რომ სამყარომ რაღაცა შეცვალოს და ამ დროს რაც გავაცნობიერე და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და თქვენგან რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ვისწავლა, რომ ანუ არავის არ უნდა დაელოდო, რომ ვიღაცა შეიცვალოს. უბრალოდ უნდა დავიწყოთ, რომ ჩვენი თავი შევცვალოთ და მე უკვე ყველაფერი თავისთავად იცვლება და რავი აი მე ვფიქრობ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეს არის რომ ვისწავლე რომ ჩემი თავი შევცვალო და ყველაფერი შეიცვალა თავისთავად რა თქმა უნდა ჩემო სიხარულო თან ახლა ნატალი ისეთი გოგო მყავს აი სუ ჩქარა უნდა და ჩქარა უნდა ყველაფერი ხო ძალიან ისე სუსწრაფი იყო მაგრამ მე უცბად რაღაცა აი რაღაცა გადაერთო მასში და გაჩერდა და თითქოს აი სულ სხვა ნათალი დაიბადა ხო? ხო, იმიტომ ანუ რომ დავიწყე ჩემ თავზე მუშაობა, აი მართლა უნდა აი მოდით ახლა გავაკეთოთ, მოდით ახლა ის ავიკეთოთ. ანუ იმდა ეს რაღაცა მკითხაობის პონტები უნდა და გაიგე და მე ხო, აი გაშლები წინასწარმეტყველებები რა იქნება, როგორ იქნება და აი გავაკეთოთ. აი მე უკვე იცი რა რაღაც მუღამი დაიჭირა, რომ მიხვდა აქ სხვა რამეზე ლაპარაკი, აქ არ არის მარტო ახლა მოდი აბა ვიმკითხაოთ და აი მართლა ეს იყო საოცრება. ანუ როგორ არის, იცით, აი ჩემ მოსწავლეებს რო უყურებ ხოლმე,
აი მაგა ტრანსფორმაციას რომ ხედავ, აი ეს როდის რომელში როცა გადაერთობა, ხო, აი როგორც ხო, მეც მასე ვუყურებ უკვე ადამიანებს ჩვეულებრივად. ამ პრობლემა რომ მექმნება, დავუშვათ, იმას კი არ ვფიქრობ ამ ადამიანთან ეს პრობლემა. ანუ რაღაც სხვანაირად ვუყურებ, რომ ეხლა ამ პრობლემით რატომ მექმნება, ანუ რა უნდა ვისწავლო, რა უნდა შევცვალო, აი მართლა უკვე ყველაფერს ესე ვუყურებ. ორ კითხვას უსმევ და ვილთან, დედასთან, პარტნიორთან, რა ყოველთა პრობლემა რო გაქვს, ანუ ვუყურებ სხვანაირად რა. რომ ანუ რატომ ექნება ეს პრობლემა? ანუ ჩემში რაღაცა ეს უნდა შევცვალო, ანუ ეს უნდა დავამუშაო, ნუ მატრიცით მერე ხო საერთოდ რა. რომ ანუ ეს ამაქვს ესე იგი დასამუშავებელი და რავი, ანუ უბრალოდ აი აზროვნება რო შემეცვალა, ანუ ჩემთვის ეგ არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და აი წინასწარმეტყველებით დავიწყევითო სწავლა, მაგრამ ეხლა ყველაზე ნაკლებად ეგ მაინტერესებს. წინასწარმეტყველება, ანუ იგივეა, რომ ჩვენ რო შევიცვლებით და აზროვნებას შევცვლით და ქმედებას შევცვლით, ჩვეულებრივ წინასწარმეტყველება იგივეა რა. როგორც ვიმოქმედებთ, ისე მოხდება, რავი. გაიხარეთ ჩემო ნატალი, მადლობა კიდევ ერთხელ და ძალიან მიყვარხართ. მეც მიყვარხარ. ძალიან ბევრი მატირეთ ხოლმე თავი. აბა რას ვიზავდე, ხო მართლა თქვენი სიმკაცრით, მაგრამ თავარია რომ ყველაფერი კარგად ვისწავლე, ხო? ხო გამოვწორდი და ვისწავლე. არა, მე ხო თავიდან ხო თქვი რომ მე ვარ ძალიან მკაცრი. თქვენ კიდე ეს როგორ არის? ანუ პირველი კურსის გოგოები აი ხვალ გამოვლენ ეგენი. დროგო ისინი მუშაობენ უკვე სერიოზულად და რაღაცა და ხვალ გამოვლენ. აი ისინი მართლა ძალიან აი პირველი შვილი ხო ის რომ კაცრად ზრდიო და მეორე შვილი ესენი ცოტა კიდე მეცოდებიან თუმცა მაგადაც მე მომიწია ცოტა სიმკაცრე. ხო იმიტომ რომ რა არის ესეთ მე მინდა რომ გამოვიდნენ არა ის მკითხავები მე მინდა რომ გამოვიდნენ ტაროლოგები მე მინდა რომ მაგათმა წაიკითხონ ისე დაეხმარონ სხვებს რომ ნამდვილად ჩვენთან არავინ არ მოდის ადამიანი რომელიც კითხოს რიც რა ისე კარგად ვარ რომ აი ოღონდ მითხარი რამე წამალე მომეც რომ ცოტა ცუდად ვიყო ადამიანი მოდის თავისით ტკივილით ადამიანი მოდის თავის ეს არის როგორ კიდევაც ვთქვი რომ მე ისე აი ვუშვებ ჩემს სტუდენტებს როგორც აი სამედიცინოში რა აი სამედიცინოში როცა სწავლობ შენ ხო და რაღაცა თქვათ ირჩევ შენ უკვე ნუ პროფესიას როგორ თქვათ ექიმი მეთქე ღმერთო ჩემო კბილის ექიმი ხო შენ ახლა მოვალ შენთან პაციენტი და შენ თქვი იცი რა მე აი ამ კბილზე როცა იყო გაკვეთილი ხო მე ეს ვერ ვისწავლე რა და ამიტომ ახლა როგორც შემიძლია წიგნში წავიკითხო ახლა და იქნებ რაღაცა გამომივიდეს რომ რანაირად გინდა ჩვენ მასე ვკურნათ სულებს ადამიანი მოდის თავისი ტკივილი და სული უნდა განიგო როგორ ხო უნდა იცოდე როგორ ხო მაგრამ ჯერ პირველი შენ თვითონ უნდა იყო სუფთა გასუფთავებული და გამოიყენო უკვე ეს წიგნი როგორც საჭირო და იცოდე რომელ ფურცელზე გადავშალო რომ უშუალოდ ამ ადამიანს ვუპასუხო და ამ ადამიანს დავეხმარო. ნუ პრინციპში ჩემი ამოცანა არის იმაში რომ კიდევ და კიდევ გეუბნებით რომ აი მაქსიმალურად ჩემი ქართულით ვცდილობთ რომ სულ ყველას გავაცნობიერო რომ ტარო არ არის ის რაზეც არის აი ნუ არ ვიცი დავიჯერო ახლა მთელ საქართველოში უმრავლესობა სულ ყველა მკროული ისწავლა და არა უეიტი ვერ დავიჯერებ უბრალოდ შეიძლება იმანაც ვინც სადაც ისწავლის არიციან ამ სხვაობას გაიგე და იყენებენ არასწორად რა ძალიან სამწუხაროა აი თქვენი გამოთქმა მომწონს ხოლმე რო ამბობთ კიდე გაშლებში რომ ეხლა ყველა შეიძლება თავისებურად გამოიყენოს ხო ანუ დანა შეიძლება საჭმელი გავაკეთოთ დანისგან და შეიძლება კაცი მოვკლათ ხო ვინ როგორ გამოიყენებს ეხლა და ეგ ძალიან ჩვეულებრივი არის ეხლა თუ ისეთი ხარ კარგ საქმეში გამოიყენებ და შემეცნებისთვის გამოიყენებ და აზროვნებისთვის და ეხლა თუ ბოროტების გაკეთება გინდა ისედაც გააკეთებ ტაროთითაც და ხელითაც თქვენ დანას ვერ გამოიყენებთ ბოროტულად მხოლოდ კარგად იმიტომ რომ ნუ ამის რამიზანიც მაქვს მე მაგას მაინც მივაღწევ ჩემთვის არის მთავარი ხარისხი ვიცი რომ დღემდე ვინც არიან ჩემი მოსწავლეები მართლა აი უბედნიერესი ვარ იმიტომ რომ დღეს უკვე შემიძლია ვიყო ძალიან თამამი იმიტომ რომ პირველად როცა ჯგუფი ავიყვანენ მართლა მე ძალიან ნერვიულობდი იმიტომ რომ მე ხო არ ვიცოდე
რამდენად მიიღებენ, რამდენად, მაგრამ არაჩვეულებრივები და იმის მერე უკვე აგერ მეორე ნაკადი, რომელიც უკვე ამთავრებენ, კიდევ ყავს ჩვენ პირველი კურსი, მეორე კურსიც არიან გოგოები და მაგრამ არაჩვეულებრივები არიან და რა თქმა უნდა, მივაღწევ იმას, რომ იქნებიან ქართულენოვანი ტაროლოგები, რომელიც იქნებიან აი სუფთა წმინდა სულების მკურნალები და არა მკითხავები, რომელიც ადამიანებს ისეთ რაღაცებს ეუბნებიან, ზოგჯერ ისეთები მოდიან ჩემთან ზოგჯერ ადამიანები, ისეთები რომ აი პროსტა არ ვიცი რა, აი ну, თუნდაც მე ეხლა პირადად არ მაკმაყოფილებს აი დაუშვათ მარტო ტაროლოგის თქმა, იმიტომ რომ იმდენი ფსიქოლოგია დევს ამაში, რა ვიცი, ესე ფსიქოლოგიც ახარ და ფსიქიატრიც და ტაროლოგიც რაღაც. კი, იმიტომ რომ ჩვენ სხვანაირად უყურებთ ტაროს, ჩვენ ვსწავლობთ იმენა, როგორც აი აქედან მართლა შეიძლება თქვა, რომ ფსიქოლოგები გამოვდივართ. მე რა არის ესეთ ახლა ამ წუთში მე ვაკებ არა ჩემს თავს, მე ვაკებ იმ სისტემას, რა სისტემაში მე ვისწავლე ტარო. აი მაგ სისტემას, იმიტომ რომ ეს სისტემა არის ჯერ თვითონ უეიტის სისტემა არის არაჩვეულებრივი და მე აი იმენა შესწავლის სისტემა, ვისაც მე ვისწავლე, ის არის ძალიან განსაკუთრებული სისტემა, განსაკუთრებული მიდგომა და ამიტომ მე ახლა ამ წუთში ვიძახე ზუსტად რომ ეს სისტემა რადგან მომეცა მე უფლება საშუალება ბედნიერება რომ ეს სისტემა შემოვიტანე საქართველოში და დავიწყე აქ, იმიტომ რომ მე მართლა გითხრათ მართლა მეშინოდა даже მე წლები ვმუშაობდი და არ შემოვიდი даже კლიენტებსაც პრინციპი ნუ მყავდა ახლა ისე რა, მაგრამ არ გავდიოდი მე YouTube-იც ახლა 3 წელი რაც შევქმენი ქართული. და ანუ მაიძულა სიტუაციამ ასე რომ თქვა, თორე აი მეუბნებოდნენ შენ ესეთი მიდგომა გააქვს და შენ რო აი ასე სუფთად რომ მუშაობ და შენ რო მუშაობ აქ ისე რა ქვია სულების დონეზე და რაღაცა ისა აქ საქართველოში არ მიგიღებენ, აქ საქართველოში ვერ გაგიგებენ, აქ უფრო არის მიმართულება ან ძალიან ეკლესიურები არიან, ან შავ მაგიაში გადავარდნილები და ამიტომ არ გავდიოდი მართლა ხა თუ ვინმე მომართავდა კი ბატონო თუ არა და არც ვიკლავდი თავს, მაგრამ აი იქ ზემოდან რომ გაკისრია შენ რაღაცა მისია, შენ მაინც ახლა გაიძულებენ და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ აი პირველი ჩემი ვიდეო ვინც კი იცით თქვენ რომ ვთქვი რომ აგერ მოვედე და თუ მიმიღებთ თუ არა და რა ვქნა და მაშინაც ესეთი მადლიერი ვიყავი რომ მართლა მიიღეს. ესე იგი მართლა და ის მიხარია რომ საქართველოში მართლა არიან ადამიანები ვისაც აინტერესებს უნდათ, მაგრამ უნდათ ეს სუფთა მიდგომა და ისწავლონ ტარო და გამოიყენონ იმენა აი და კიდე რა მიხარია რომ ეხლა უკვე ჩემ მოსწავლეებს რომ ეუბნებიან რომ გეტყობა რომ ვალენტინას მოსწავლე ხარ. აი ეს ჩემთვის არის ბედნიერება რა. მეთქი ღმერთო ჩემო მივაღწიე უკვე რამდენი მყავს ესეთი რომ აი ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი მალამა. როცა ვიცი რომ აი უკვე ჩემი ხელწერა უკვე ჩანს. Вот, ჩემო ლამაზებო, დღეს მე მქონდა თქვენთვის ასეთი ინფორმაცია, ხვალ მე კიდე ბევრ რაღაცას მოგიყვებით, საინტერესოს და თუ რამე კითხვები გააქვთ, შეგიძლიათ ეხლა იქ ნუ ან მიკროფონი ჩართო და ან ეხლა იქ არის ასე ხელისაწევა, გიპასუხებთ სიამოვნებით, ან რა ვიცი თუ რამე ჩაჩი და მე თქვენ დღეს შემოგთავაზებთ აქ კიდე აი აქაც ყოფილა კიდე ნახეთ რამდენი რაღაცები არც და მინახია. ну ამას ვერი თუ გინდათ მე წაიკითხავთ, ახლა გექნებათ ეს თქვენ ვაი რამდენი გამომზადებიათ გოგოებს. ანუ თქვენ მოგეცემა დღეს აი ასეთი ორი მედიტაცია. ეს არის ძალიან მაგარი მედიტაცია. ანუ ზუსტად აი რო იყენებენ ტაროს, როგორც აი სუფთად როგორ შეგიძლია გამოიყენო, ხო? როცა მე მგონი იქ აგიხსნით როგორ ვაკეთებთ. ახლა არ აგიხსნით. იქ არის ესა ინსტრუქცია თვითონ როცა ჩართავთ თქვენ, შეხვალთ არკანში თუ დაუშვოთ თქვენ რამე კითხვა გააქვთ, რამეზე გინდათ რომ პასუხი მიიღოთ, ხო, ყურუმი გიპასუხებთ რა. მედიტაციას რო გააკეთებთ, თქვენ აი ესე შეხვალთ არკანში, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, არ შეგეშინდეთ, არაფერი არ იქნება, უბრალოდ
ყურუმი გიპასუხებ თქვენ ყველაფერს და რომელი მე მასე იმპერატრიცაზე არის აი ქალურ ენერგიების ძალიან მაგარი მედიტაცია და გეკნება თქვენ ცდომა გააკეთეთ იქ დავალება რო არის თუ გინდათ გააკეთეთ ეგაც დაწერეთ ჩატში და აბა ვნახოთ თქვენ როგორ უკვე დაიწყეთ ტაროლოგობა და გელოდებით რა თქმა უნდა ჩატში რომ თქვენ დაწეროთ რამდენად თქვენთვის საინტერესო იყო ეს მე თუ რამე კითხვები გინდათ ეხა დასვით თუ არა თუ გერიდებათ ან რა ვიცი რაღაცა კიდე სხვა მიზეზზე დაწერეთ ჩატში და მე გიპასუხებ თქვენ აუცილებლად და ხვალ ნამდვილად კიდე ჩვენ ვილაპარაკებთ უკვე მე განახებთ ნამდვილად აგიხსნით რას ნიშნავს აი სხვაობა ტაროლოგიების და ის შორის კითხავის პლუს კიდე აგიხსნით განახებთ მანარა როგორ მუშაობს ერთად კლასიკასთან და კიდე ბევრ რაღაცებს ვილაპარაკებთ და პლუს კიდე საჩუქრები გვაქვს ძალიან უამრავი ხვალ ვინც მოვა ვინც ორ დღეს დაესწრება იმას ექნება ბევრი საჩუქრები ძალიან სასიამოვნო გაქვთ კითხვები გიპასუხოთ თუ კიდე ჩართეთ მიკროფონიდან ვისაც კითხვა გაქვთ თუ არა და მაშინ მე უბრალოდ არ მინდა რომ თქვენი დრო დავაკავოთ კიდე მე პრინციპში რაც მინდოდა კი მოგიყევით ყველაფერი არა გაქვთ აბა გამარჯობა თვითონ ვერ ხედა ვინ არის სად არის რომელი ხარ ჩემო სიხარულო რო ვერ ხედა ვინ ეს კითხვა აქვს ხო სწორედ გავიგე სოფო შენ ხარ კი ბატონო სიზმრებთან დაკავშირებით ახლა ჩვენ თემას კი არ ეხება მაგრამ სიზმრებთან დაკავშირებით რა და როგორ ხდება რო გკითხოთ თუ შეიძლება აბა რა უნდა მკითხო მითხარი კი ჩემ მეგობარს რაღაც ისეთ სიზმარი დაისიზმრა რაც ტაროს ეხება და ვერ ავხსენით ვერანაირად და იქნებ თქვენ დაგვეხმაროთ თუ მე დავესიზმრე უნდა ისწავლოს ჩემთან ტარო გამარჯობა მოგესალმები გამარჯობა აქვს ესეთი მოკლედ იყო რაღაც სიტუაცია რაზეც გავბრაზდი ჩემ მეგობარს ეხებოდა და ძალიან ესეთი უწმაწური სიტყვით შემოვიფარგლე მოკლედ ტარო არა მოდი ნუ ეს თქო რა იმ დამესიზმრა თან მეცი იმღამეს დამესიზმრა როგორ მოკვდა დედაჩემი და ამ ყველაფერს ხედავდი ტაროს კარტების ესე ვთქვათ მეშვეობდი სიტუაციურად დავინახე როგორი იყო ესე ვთქვათ დასვენებული რაღაც ესეთი ტახტზე ესე ხელები ჰქონდა ესე დალაგებული გულზე და ისე ლამაზად ახამხავდა თვალებს მაგრამ ამ ყველაფერს ხედავდი როგორც ტაროს კარტში ან ტაროს კარტად აღვიქომდი სიტუაციურად აბსოლუტურად ყველაფერს რაც ხდებოდა. პირობითად ვიღაც გაივლიდა ამ ყველაფერს ხედავდი, აი ამომდიოდა როგორც ტაროს კარტი და ტაროს კარტზე როგორც არის ნახატები, ხა მე არ მაქვს ტაროსთან ესე შეხება, თუმცა არის რაღაც ესე ვთქვათ დასტა, რომელიც ასე თუ ისე ვიცი, რაიდერი ვიცი, რაღაც მნიშვნელობები, რა რას ნიშნავს. მაგრამ ნუ ესე შეხება არ მაქვს. თუმცა აი ამ ყველაფერს როგორ ყავდა მუცელში რაღაცა ბავშვები აი ამ ყველაფერს აბსოლუტურად სათითაოდ დეტალურად აი რო შემეძლოს და მქონდეს ხატვის ნიჭი შეიძლება ვიფიქრო რომ ერთი მთლიანი დასტის აწყობა შემიძლია აი ამ სიზმრის მიხედვით ყველაფერი ნათლად მახსოვს ხენდე რა შეიძლება რომ იყოს აი მაგათად იმიტომ და ამ სიზმრა ეს ყველაფერი რომ ძალიან ესე ცუდი სიტყვით შემოვიფარგლე ამასთან შეიძლება რამე კავშირი იყო იმიტომ რომ ზუსტად იმ საღამოს დამესიზმრა ეგ სიზმარი როცა შემოვიფარგლე მსგავსი სიტყვებით ეხლა მე მაგკითხვა რატომ დღემდე არ სწავლობ ჩემთან აკადემიაში ტაროს? ვერ გავიგე. რატომ დღემდე არ სწავლობ ჩემ აკადემიაში ტაროს? არ ვიცი რატო არ სწავლობ. მეც არ ვიცი. შენაირი გოგო რატო არ სწავლობს ტაროს? მე არ ვიცი. ცოტა უფრო სხვა მაქვს ასე რომ ვთქვათ ჰობი მაქვს რომელსაც მივყვები ძალიან ესე აქტიურად და ჩემი მეგობარი ხა სოფი როდესაც მუშაობს თუნდაც ტაროს დამუშავებას ანუ ამ პროცესს როცა გადის ყოველთვის ძალიან დიდ ინტერესს ვიჩენ და ზუსტად ვიცი როგორ შეიძლება რომ
როგორ ხედავ ჩემ თავს, თუმცა მაინც ესე ვთქვათ, თითქოს ვერ იდები. ახლა წეღანაც მესმოდა თქვენი საუბარი, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობდი რომ არ მომესმინა, ოღონდ არ ვიცი რატო ვერ რატომ აუხსნე. ვერ იდები? ნუ ეხლა პირველ რიგში ეხლა გექნება შენ რა რიცხვში ხარ დაბადებული მითხარი? 29 29-ში? მაისში. მაისში? 29 მაისი. 11 ენერგია. ნუ ახლა ასე 11 ეხლა როგორ არის იცი მატრიცაში შენ გექნება უეჭველი სადღაც 15 ენერგია შეიძლება რაღაცა ესეთი პროგრამები, იმიტომ რომ ასეთი შიში როცა აქ ადამიანს, ესე იგი მაგას აქ დანაშაული ჩადენილი წინა ცხოვრებაში უეჭველი. გაიგე რა ხდება? და ამიტომ, ნუ შავ მაგიასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ხან მაგალითად ჩემთან გუშინ გოგოსთან მქონდა კონსულტაცია, მაგას 15 ენერგია აქვს სულიერ დანიშნულებაზე. და ეს ნუ ეხა ისე ასე მარტო იმით ვერ გავიგებ, მატრიცით უნდა გაიგო და ანუ ეს იმას ნიშნავდა, რომ ზუსტად ამ გოგოსაც ეხლა გონდა შიშები, რაღაცები ესეთები ემართებოდა და სულიერ დანიშნულება ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება უნდა იყოს დაკავებული ადამიანების დახმარებით ეზოტერიკულად, მაგრამ შავი მაგიის გარეშე. მივხვდი? და ეს შეგიძლიათ ახლა მე სიზმრის წამკითხავე არა ვარ, მაგრამ მე შემიძლია თქვა, რომ ეს ნიშანი ტყვილი არ არის, ტარო არავის ცხოვრებაში შემთხვევით არ შემოდის. იმიტომ გითხარით, რომ ახლა რა არის აქ ეს არ არის მაგია, რასაც თუნდაც მე რო ვასწავლე, ეს მაგია არ არის. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც არ არის სასურველო სხვადასხვის რო ისწავლო შენ თვითონ მარტო მასწავლებლის გარეშე, იმიტომ შენ როცა სწავლობ თვითონ, შენ არ იცი რა სივრცეში ხვდები, აი ზუსტად მანდ არის ეს შავები და თეთრები და არ იცი შენ სად მოხვდები. შენ რო ტარო დაგიძახა, უნდა აერჩიო მასწავლებელი, რადგან შიში გაქვს მაგის მასწავლებელი, რომელიც არ მუშაობს მაგიურად რა. ხო და კონკრეტულად შიში არ მაქვს. უბრალოდ ვიცი, საკუთრენდეო იჯექი იქ სადღაცაო, ოღონდ არ მომესმინა, აბა ეს რას შიში არ არის ეგრე? მას ზუსტად რომ აგიხსნათ, თუ ვიცი რომ თუ შეხება მექნება, მართლა აი თავით გადაუვარდები, თავიდან ბოლომდე, ანუ ამ საკითხს ძალიან ღრმად ჩავეძიები, ზუსტად ვიცი და აი ეს რაღაცა არ მინდა თითქოს რომ გადავეშვა, ანუ შიში არ მაქვს, რეალურად არ აქვს. აბა რა გიშექეს? აი ის ალბათ ის ფაქტი რომ თავით გადავეშვები თავიდან ბოლომდე. რა არის მაგაში ცუდი? რა არის მაგაში ცუდი? აი მითხარით ცუდი რა არის ამაში? ეს აი შენი თვალსაზრისით ცუდი რა არის ამაში? როცა შენ საქმე რომელიც შენ მოგწონს, ხარ გადავარდნილი თავით მაგ საქმეში, რა არის მაგაში ცუდი? ზოგადად როცა რაღაცას ვтикებ ხელს, მინდა რომ პროფესიონალი თვალსაზრისით კი, რა არის მაგაში ცუდი კიდე კითხვა? კითხვა, ანუ ცუდი არ არის რეალურად, უფრო მგონია რომ რაღაცა პროფესიულად, ანუ ვერ ვამბობ, სიტყვას ვერ პოულობ, ვერ დავამუქრებ. აი მე მაგალითად გეტყვი ხა, ჩემს კურსიდან მე რო დავიწყოთ რომ სწავლა, მე საერთოდ ფიქრობდი რომ მეთქი ჩემთვის მინდა, იმიტომ რომ რაღაც პრობლემები მქონდა, სულ დავდიოდი მკითხავებში, მეთქი ამდენი ფულის გადაყრას, მოდი მე ვისწავლო ერთხელ გადავიხადო, ვისწავლო და მე მაინც რაღაცა თვითონ მიეცვლინება, ხო? არც მქონდა იმის ძრახვები, რომ არიქა და მე ხა წავალ და რაღაცას იმას, არა. მაგრამ როცა უკვე დავიწყე სწავლა და როცა შევედი და ვნახე რომ ეს არანაირი ასაშიში, არანაირი პირიქით მაგარი რაღაცა საინტერესო და მე შემიძლია მაგარი პროფესია შევიძინო, ხო? აი მაშინ უკვე გავბედე და ვთქვი რომ მეორე კურსი, ანუ პრინციპში შეგა ყველას ეგრე მეორე კურსი უფრო ემართებათ ხოლმე, როცა ხვდებიან რომ მათი ცხოვრება იცვლება, რაღაცა ცვლილებები მიდის და უკვე მე სურვილი უჩნდებათ რომ სხვებს დაეხმარო. ანუ მე თავიდან ხო თუ უსმენე გითხარი, მე ვიყავი სკოლის დირექტორი, მე ვიყავი საკმაოდ უძლიერესი კოლეჯის დირექტორის მოადგილე, ხო? ანუ პროფესიები ისეთი მქონდა, ბიზნესიც მქონდა საკმაოდ მაგარი რა. მაგრამ ამ სიტუაციამ სულ ყველაფერი გადაფარა რა. და დღეს მე გეფიცები ყველაფერს, ანუ ფიზიკურადაც შევიცვალე, ჩემი ცხოვრება შეიცვალა, ჩემი პირადი ცხოვრება შეიცვალა, დღეს მე ცხოვრობ ისე, როგორც ცხოვრებაში არასოდეს არც
მიფიქრია თუ ვიცხოვრებ. რა არის ცუდა პროფესიაში? მე არაფერს ცუდს არ ვაკეთებ. ჩემი სახელი იციან სულ ყველა გეუბნები, იმიტომ გითხარი, გარეთ რო გავდებ, მე არ მცხონია, მე არ მეშინია. ჩემი მოსწავლეები, ვინც არიან ჩემი სკოლის მოსწავლეები, სადაც მე სკოლის დირექტორი ვიყავი, მასწავლებლები, ნათესავები. ყველამ იცის რომ გავხდე ტაროლოგი. და ყველა მაფასებს, რატო? იმიტომ მე მკითხავი არა ვარ. მე ვარ ადამიანი, რომელიც ეხმარება სხვებს. რითი? აი ამ ინსტრუმენტი. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც მაგ საშუალებას მაძლევს. ეგეთებს ვზრდი, რა არის აქ ცუდი? რა არის აქ ცუდი? როცა შენ იცვლი შენ ცხოვრებას და შეიძლება აიხდინო ესეთი ოცნება, რომელიც ვაფშე აი ცხოვრებაში არ გიფიქრია. აი მართლა გეფიცები, მე ცხოვრებაში არ მიფიქრია თუ მე როდის აი არც მიოცნებია თუ მე გამოვიყვან მანქანას სალონიდან. მეორედ გამოვიყვანე. რა არის აქ ცუდი მითხარი? მე როცა ესეთი სიტუაციაში ცხოვრობდი, რომ ჩემი შვილების დაბადების დღე რომ მოდიოდა, მე არ მქონდა იმისი ფული, რომ ნასკი მეყიდე და ან პლიტკა შოკოლადის რომ ბავშვისთვის მეყიდა. დღეს რაც მინე იმას უყიდე. რაც მე მომესურვება. იმიტომ რომ ვიცი რომ არავის სუც არ ვუკეთებ ადამიანებს, რაცა მე აი პირიქით, აი რა ვიცი, რაც უფრო მეც ვეხმარება, უფრო მეც სამყარო მაძლევს. რა არის საერთოდ ხარისხი? ახალი პროფესია. უბრალოდ ეს არის ყველაფერი აი აქ არის თავში. რა თქმა უნდა, შენ ახლა თუ გეშინია რომ ვიღაც ეთქოს მე მკითხავი გახდი, მე ეს გამოვიარე. ჩემთვისაც უთქვიათ ეგეთი რაღაცა, შენ მგონი არ უთქვიათ, მაგრამ იმდენად ვიცი რომ მე ვაკეთებ სწორ საქმეს და რომელიც კი არ უშლის ხილს, რომელიც ნამდვილად ეხმარება, რომ აი კაციშვილი ვერ მოვა და ვერ მეტყვის მკითხავი ხარ. მკითხავი სონია. და ან რაღაცა მაგდაგვარი. მივხვდი? გიპასუხე? რადიკალურად სხვა სფეროში ვარ ახლა, სხვა სფეროს წარმომადგენელი ვარ, რომელიც სფეროც მოიცავს ადამიანების დახმარებას. ძალიან ბევრ ცხრიანში ვარ, როგორც მითხრეს და მით უმეტეს ცხრიანში ხარ. თქვენი სახელი არ გკითხე სახელი. სახელი რო არ გკითხე? თამარი მქვია მე. თამარი, მოდი ასე ახლა ჩვენ ახლა აქ შეგვიძლია ბევრი ამ თემაზე ველაპარაკოთ. ცხრიანები თუ გაქვს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად საკრალური ცოდნა შენ დაგიძახებს და როცა იქნება, როცა აი ნუ მე ვიცი რას ნიშნავს, როცა ბევრი ცხრიანი, მე ის რამდენი ცხრიანი მაქვს, როცა ვარ დაბადებული 23 აპრილს, არც ერთი ცხრიანი, ხო? მაგრამ ცხრიანები სავსე მაქვს. შეიძლება რომ პროფესიაზე ვუთხრათ თამარს ორი სიტყვა? ანუ თამარა, მე არ ვიცი თქვენ რა პროფესიის ხართ, მაგრამ ჩვენ მე მაგალითად ხელოვნებათმცოდნე ვარ. აქ გვყავს გოგოები სრულიად განსხვავებული, ძალიან მაგარი გვყავს ეკა, რომელიც არის ფინანსისტი, აუდიტია, გვყავს სტომატოლოგი, გვყავს იურისტი და ასე შემდეგ, ვიზაჟისტი, ანუ ძალიან განსხვავებული პროფესიის, რომლებიც მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს პროფესიაში ყველა ვართ წარმატებულები. ძალიან თავდაბალი ის იყო ხა ჩემი მხრიდან, მაგრამ ნამდვილად ასე ვართ და რა ვქნა. ერთი მეორესთან შეიძლება კავშირში არ იყოს საერთოდ პროფესიასთან, მაგრამ როდესაც ეს ეხლა, როცა არიცით, როცა სწავლას იწყებ, ხვდები, რომ ნებისმიერ პროფესიასთან კავშირშია დარო. იმიტომ რომ ეს არის ფსიქოლოგია, საწყისი ფორმა, ანუ სამყაროს შექმნის და ენერგიები როგორ მოდის, როგორ ჩდება იდეა, როგორ ვითარდება და ასე შემდეგ. ნუ მეც მე აღარ ვიტყვი, აღარ ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. ერთ-ერთი კიდე სტუდენტი ჩვენი, დამთავრებული და ამ პლუს კიდე ჩემი მარჯვენა მარცხენა ხელი. ხო და ნუ ანუ აი პროფესიაზე ხშირად არის ხოლმე ესეთი, როცა სხვა პროფესიაში ვარ და ეხლა ჩემთვის ეს არის დამატებითი ცოდნა, ძალიან დიდი ცოდნა და დამატებითი პროფესია, რომელშიც ძალიან კარგად მუშაობ ეხლა პარალელურად ჩემ პროფესიასთან ერთად. ჩაიდე ჯიბეში, ჩანთაში ჩაიდე, წაიღე, სადაც მიდიხარ. გეთანხმები.
კარგით, მარინ. კარგი, მაგრამ დღეში 12 საათი ვმუშაობ. დღეში 12 საათი ვმუშაობ როგორც ექიმი, მაგრამ ტარო მაინც შეუცვლელია ჩემთვის. მარი არის ექიმი, ძალიან უძლიერესი ექიმი და ძალიან მოთხოვნილი. მადლობთ. კი, და თავისი კლინიკა აქვს. კი, დიახ. ჩვენთან სულ ასეთი ვისწავლე, მე გეუბნები, ჩემთან უბრალო ადამიანები არ შემოვლენ, ეგა ნოლე შანსი არ შემოვლენ. ჩემთან თუ მოდიან, ძალიან განსაკუთრებულები არიან ყველა აბსოლუტურად. აი სამედიცინო კუთხე მეც ინვიტრო განაყოფიერების სფეროში და რაღაც გარკვეული პაუზა მქონდა და ისევ აღვადგინე, ესე ვთქვათ, დავიწყე ისევ ამ ჩემი პროფესიით მუშაობა და იმდენად ბევრ დროს მართმევს, რომ ფიქრობ, რომ ამასთან მეორე, ასე ვთქვათ, რაღაც პროფესიული თვალსაზრისით რო ვთქვა, რაღაცას ვერ შევითავსებ, იმიტომ რომ ვარ ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია ერთდროულად ორი ხელით რაღაცის კეთება, ანუ სულ მინიმუმ რო ვთქვა და სწორედ ამიტომ რაღაც ეტაპი თქოს ვერიდები, მაგრამ ვიცი რომ რაღაც კუთხით შეიძლება მოვიდეს. კი ბატონო, მაშინ იქნება წარმატებას გისურვებ, ჩემო კარგო, მადლობა კითხვებისთვის, ჩემო ლამაზო. აბა კარგით, დროებით. Так, კიდე ბავშვებო თუ გაქვთ ვინმეს კითხვები? შეგიძლიათ გითხოთ. თუ არა და მაშინ აღარ დაგაყოლ, მაგრამ რაღაც ისე მიყურებ, რომ რაღაცას თქმა გინდა. ხო, შენ. ისე მიყურებ, არა, ხო? კაი, შენ ხო რაღაცას გვეტყვი. მაშინ მე გელოდები თქვენ ჩატში. არა, უბრალოდ იქ წერდი, რა ქვია, ჩატში მწერენ გოგოები კონსულტაციაზე და მე ვთხარი ტრენინგზე ვარ, თქო, არ მცალია, თქო და ჩაუგდა სკრინი, ბაიმე ვალენტინა, როგორ მიყვარს ჩემი საყვარელი ქალბატონი და ეხა იმას წერდი, რომ ხო, თქო, ანუ თქვენზე გიждდებიან, აი არ ვიცი. ხო და გიждდები ჩემ მოსწავლეებზე. ამაზე მეღიმებოდა. კითხვები, მე რო კითხვები მაქვს, იმ კითხვებს რა გამოლევს და ამიტომ საერთოდ ხმას არ ვიღებ, იმიტომ რომ მე თუ დავიწყე, მე ვეღარ ვჩერდები ხოლმე. შენ კონსულტაციაზე გიპასუხებ უკვე, შენ ახლა მარატონზე გიპასუხებ, შენ უკვე კონსულტაციაზე გიპასუხებ, როგორ ჩემოს. ერთადერთი ვეტყვი იმას, ვინც ახალია, აი ხა გოგონა საუბრობდა და მე მესმის მაგისი, უბრალოდ იცოდე რომ საოცარ სივრცეში მოხდი და ეს შანსი არანაირი რეკლამა, არაფერი, აი სრულიად მე ჩემსავით მოვხდი, სად არის გოგონა, როგორც შენ ახლა აქ ხარ და აუცილებლად ისწავლე ტარო ქალბატონ ვალენტინასთან და ეს საერთოდ გამორიცხავ იმ ფაქტს, რომ შენ გიჭერია რაღაცა კარტი ხელში. შენ გიჭერია რაღაც საოცარი ინსტრუმენტი, რომლითაც ეხმარები ადამიანებს და იმ ხელა მადლიერებას მიიღებ ადამიანებისგან, ჯერ მარტო ყველაფერს რო თავი დაანებო. იმ ხელა მადლობას მიიღებ, იმ ხელა დალოცვას მიიღებ, რომ აი მარტო ეგ იქნება იმის კომპენსაცია, რომ შენ ტარო ისწავლე. მაგაზე და რატო ფრთები სადამ აქვს? ოღონდ ეს მხოლოდ ქალბატონ ვალენტინასთან ხდება რაოდენ აი როგორც გინდა ისე ჩამითვალეთ, იმიტომ რომ საქართველოს ჯერჯერობით არ ყავს ტაროლოგი, რა ვქნათ, არ ყავს, მართლა არ ყავს. რომ მუშაობდეს, ხო? როგორც ქალბატონი ვალენტინა მუშაობს, ხო, ნუ ესეთი ჯერჯერობით არ ყავს. ნუ ხო გამიგეთ ახლა უკვე გზრდით ნელ-ნელა და აბა ისიც გზრდით, მე თქვენ რა. ხო, ჩვენ წლებით დავსპირდება, რომ მოგიახლავდეთ. ეს მართლა ქება არ არის, ეს რეალობაა. აი გუშინ საჯარო ვიდეო იდო, ნუ აი მე არ ვიცი, გამთენიას ვუყურე და ვაპაუზებდი, წერდი კომენტარებს, ვაპაუზებდი. შოკი, არ ვიცი. ქალბატონი ვალენტინა ჩადის სულში, ანუ მისი ცოდნა იმიტომ ესეთი უნიკალური, რომ ეს ჩადის შიგნით, ქარიშხალი დავწერე, ქარიშხალს ატრიალებს, გლიჯავს იმ რაღაც ძირფესვიანად, თუ რამე უკვე გამხმარია და ყივნეულია. მაგრამ შემდეგ ნიადაგი სწორდება და მზესავით დაგანათებთ ისე და დაგასხავთ წყალსაც და შემდეგ უკვე ახალი სიცოცხლე იბადება თქვენში. ეს არ არის ფანტაზიები, ხალხო, ძალიან მიწერი ადამიანი ვარ და გისურვებ ყველა სულიერ ევოლუციას. ეს არის უმაგრესი პროცესია. ქალბატონ ვალენტინასთან. მიყვარხართ. მე ძალიან ყველა ჩემი გოგოები მიყვარხართ და ჩემი ბიჭებს რომ ამიცოდა ხოლმე. არა, მაგრები მიყვარხართ.
კიდევ თუ არა გაქვთ კითხვები, თუ არა გაქვთ, მაშინ გელოდებით მე ჩატში იქ დაწერეთ, ყველაფერზე გიპასუხებ და დანარჩენზე უკვე ხვალ ვისაუბროთ, რომ მეტი არ მინდა რომ თქვენ დაგაყოვნოთ, მადლობა რომ იყავით და ხვალ უკვე ნამდვილად ვინც იქნება ყველაზე მაგარი, ხვალ მიიღებს მაგარი კიდე საჩუქრებს.